გაუმარჯოს მაყურებელს. გამარჯობა დაგიბრუნდით მისაყოლებელი. აქამშვიდობა. ეს რაღაც ჩვეულ მოხს რომ აქეთ უნდა გავიხედო როცა ვამბობ ამას მისაყოლებელი პოდკასტი. დებილი ჩვეულ მოხს და მოგესალმებით მეგობრებო, გაგიმარჯოთ და დღეს ჩვენი სტუმარი არის ქართული YouTube ნაკრების ბომბარდირი ვასა. ბრავო. გაგიმარჯოთ ვასა. რასასია მონოწარდგენა იყო. არასდროს ესე არ წარუდგენივართ. მანამდე არ მოგიგია ის. ზუსტად ძალიან კარგად აღნიშნე. ფინალი. როგორ ახარ ვასა? ჩვენივად გადასარევად ესეთ კარგ ხალხთან. დიდი მადლობა რომ მოხვედით ძმაო. დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. სხვათა შორის დიდი ხანი გყავდი ჩაფიქრებული სტუმრა და როგორც იქნა შედგა ეს კი. და დიდი ხანი ზვალოდინა პასუხზე. აი, არ ეცალა ადამიანს დაკავებული გაცია. დიდი სიამოვნებით. როგორ მიდის? პირველად როდის უთხარი იცი ის რა ქვია იმას სტუმრობაზე? იქ თამაში მორჩა თუ არა მაშინ რო უყურებდით რაღაცას მაშინ გითხარი თუ პირველი ტაიმის მერე თუ რაღაცა სტრანდროს სამენაზე ხომ ხოშ კი ბაზარია რა აი ისეთ მომენტში უნდა გოლი კონდა შეგდებული ესე გამოვიდა აი ხასიათზე იყო უარსარ გეტყოდა და ვა როგორ მიდის საქმეები არხზე ეგ ვითხარი ჯერ პირველ რიგში ხალხს კარგად რა შრომობთ და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად საინტერესო კონტენტი გავაკეთოთ. ეხლა გავფართოვდით სხვათა შორის სცენარისტ მიმართულებით, მონტაჟის მიმართულებით დავემატეთ ადამიანები და იმედი აისახება ნელ-ნელა არხზე, იმიტომ რომ პატარა ის მქონდა რა პაუზასავით. ხო, მეც შევატყვე. ხო, ამ თვეში 4 ვიდეოს ვდებდით მთელი ცხოვრების მანძილზე. მე 3-ზე გადავედით. ბოლოს 2 მქონდა და ეხლა ისე უნდა დაუბრუნდეთ იმას. უნდა დავასტაბილუროთ სუნთზე. 3 არის ალბათ იდეალური რა. ხო, ყველაზე კაი მომენტი. 2 დღეში ერთი ვიდეო უდევს რა. ხო და როცა მაქელა მონეტიზაცია გაქვს, რაც ანუ მე ქართულსაც არ ვსაუბრობ რა, რაც იქ არის ხო ამერიკაშია და არა მხოლოდ. ღირს რა, ეხლა მართლა აი რაღაცას იზავდა ბევრ თანამშრომელს აიყვან და ანუ ერთ დროს რო იღებ მეორე მომენტში უკვე ვიდეო მზადება წავა და ეგეთ დონეზე არის ეხა იქ და ჩვენ ჯერ მაგის რესურსი არ გვაქვს რა. რესურსის და რეალურად რთულია ეხ მაგალითად როცა ესეთი გადაცემები გაქვს პოდკასტის სტილში რა და სტუდიური გადაღებები გაქვს ძირითადად შედარებით მარტივია ბევრი ვიდეო და თვის მანძილზე მაგრამ თქვენ ძირითადად უფრო მასშტაბური ვიდეოები გაქვთ ამ შემთხვევაში და მაგიტო კი მონტაჟსაც ძალიან ერთი 2 კვირა უნდა თვითონ წარმოიდგინე ეჭვიც არ მეპარება ხო და ნუ ძალიან რთულია ასეთ პირობებში რომ ტემპი ის ნუ ყველანაირ ხარისხი უფრო დაბალი იქნება რაც უფრო ხშირად რა და მაგიტო ჯობია რომ კარგი იყოს და ვიდეოში ჩვენც ეგრე ვიყავით ხო ადრე 4 ვიდეოს დავიდით თვეში და ეხლა 3-ზე ჩამოვედით იმიტომ რომ გაცილებით უფრო მეტი დრო რესურსი შეგვიძლია დავახარჯოთ იმ კონკრეტულ ერთ ვიდეოს იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა მაყურებლის მხრიდან მოთხოვნა ხარისხიან პროდუქცია. ჯერ გაიზარდა მიაჩვია ვიღაცამ კარგი ის და ვიღაცამ კარგი ის რაღაც და მე უეჭველი ის არის რომ გაუზარდეთ ყველამ ერთად რა და შენ ცხოვრობ რო გიხარია კაი რო გამოდის ბევრად უფრო ბედნიერი ხარ მე დავსწავდება თავიდან მომიცი რომ ვერ ვუყურებ. აი არ შემიძლია რა. რას ვერ უყურებ? ჩვენ რო დაიდება რამდენიმე ვიდეო არ მინახავს საერთოდ. აი ეგეთები არ მინდა საერთოდ რა, აი ფილერები რო ქვია, ხო იცი შემავსე, აი არ მინდა რა, მიჩვენია რომ რაც მისწორდება ის ვაკეთე და ცოტა იყოს რა. ხო, მაგრამ ის მომენტი სხვა გაქვს დამოღამებული რომ ეგ ფილერი ზოგჯერ უფრო მეტ შედეგს დებს ვიდრე ნამუშევარი და ნაფიქრალი ვიდეო რა. კი, აი ნახვებში თუ ავსახავთ ეგრეა, მაგრამ ნუ აი მე შინაგანად გასწრება ის მინდა რომ სულ ვერ ხერხდება, იმიტომ რომ მაგას ცოტა დიდი დრო ჭირდება და ნამდვილად აქვე სანამ გავაგზელებთ YouTube-ის საკითხს, მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს წარმგეს ლუდისას, რომელიც გვეხმარება ამ ყველაფრის გაკეთებაში და ასევე ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას, რომელიც გვერდში გვიდგას, აი ჭიქებიც მოგვიტანა და გემრიელად დავლევთ უფრო ლუდსაცი. ჭიქებს დააგვიანდა აშკარად ცოტა, მაგრამ მოგვიტანეს კაია. უკმაყოფილო. სხვათა შორის ქართული პროდუქტისთვის ზედმეტად გემრიელია რა, მინდა აღნიშნო. უღრმესი მადლობა. მაგრამ კარტოფილი საქართველოში მე ვერ მივხვდი ხა უნდა მესია მაგრამ ქართული პროდუქტისთვის ანგრი მე შევადავე რა. ანგრი მე შევსეს. კოჩის გასწორი ხო? არა ხო. ძალიან მაგარი არის და ნამდვილად ქართულ კარტოფილზე არის დამზადებული ეტო. კი, 100% ქართული და ნატურალურია, მადლობა ლუდისას კიდევ ერთხელ.
ხო, არის მე თუ ხალხს იმასკენი რა შეატყობინე საშინელი ამბავი რაც დაგვემართა ლალისთან დაკავშირებით. უი, ძალიან ისე ბოლო ვიდეოს მონტაჟის დროს ცოტნე მივშვი ცოტა ხანი კომპიუტერთან და ლალიზე შემთხვევით დილეის წაშალა რა ლალი რა. და მე ბოლომდე ვიღარ გადმოვწერეთ და სლიმ ვერსია გვყავს ახლა ლალის და ცოტა ხანი სლიმი იქნება და ნახოთ მე როგორ გაგიწევს. სახელი არ შეურჩიეთ ჯერ და კომენტარებში დაგვიწერეთ სახელი. მე მოთან მომწონს ლალის სლიმი ძალიან უხდება თან. იყოს. გაი, ლალის სლიმი იყოს შვედიერი სახელი. ანუ ეს ლალის ინსაიდ არ არის ოფიციალურად ეგრე არის წარდგენილი ხო ეს? კი, ლალი ჩვენი სცენარისტი, ნახევრად AI, ყველანაირ. ნახევრად ადამიანიც არის ცოტათი. ხანდახან. მოინდომებს ადამიანობს ხოლმე. ხო და მოკლედ ლალი წაგვეშალა და ლალის სლიმი არის ახლა ჩვენს გვერდით და გიყვარდეთ ლალის სლიმით როგორც გიყვარდათ ლალი. ლალი იქ სადაც ხარ, როგორც ხარ. თან ბიჭო ისე წაშალა რომ ვეღარც ამოვიღეთ იქიდან ხო არის ნაგვისურიდან რომ ამოგეთ და აღარ ამოვიდა. ჩარჩა. გაიჭედა და სლიმი ამოვაგდეთ მე. გაი, ყველაზე ისეთი კითხვა რაც აინტერესებს ერს რა. ერს. გუგა უფრო გიყვარს თუ თორნიკე? სხვათა შორის მაგ ვიდეოზე პასუხი ჩვენს ახალ ვიდეოში იქნება ეხლა რომელიც დაიდება და ნახე ინტრიგა დააგდო. ის გაქვთ თუ ეჭველი რა. სიცრუის დეტექტორი გაქვთ? მაშინ არ უპასუხო და დავდოთ იქ რა თქმა უნდა. როდის დაიდება ეს ვიდეო? პარასკევს და აი ზუსტად ეგრე უწევს და მე კი ვიცი მაინც მაგრამ ალბათ ვიცი მე მითხრა ჩამჭურჭულა ყურს კაი ხო ჩაუჯექით მეგობრებო გადადით ანგრიმენის არხზე გამოიწერეთ არხი უჭირთ ბიჭებს გამოწერაში დაუდგეთ რამდენზე ხართ ეხლა უკვე სილვერ ბატონი გაქვთ ხო ცოტა ნელა ავდივარ სხვათა შორის ეხლა 467-ზე ვართ მართლა კი და ბოლო გაჭირდა ცოტა რა აღარ არის ამდენი ანუ ხალხი აღარ დარჩა ვაუ თუ ფეიქებს გააკეთებენ რამდენიმე კაუს გამოვუშვით ბიჭო არა 467 ძალიან მაგარია ეხლა ვიცოდი 400,000 ვიცოდი მაგრამ ის ზედაციფრი არ მახსოვდა ეხლა გულწრფელად 467 ეგრე უწევს მანდ 9 მილიონზე ეხლა ეჯიბრებით ერთმანეთს ნიკათიემჯი ნიკა დაწინაურებული ხო იმიტომ ცოტა და ძალიან და სავარაუდოდ შეასრულებს კიდეც. მე ჩვენ ვართ და მე ცოტათი ჩამოხდება სოსო, მაგრამ ისეთი ტემპი აქვს დარწმუნებული ვარ. სოსო ძალიან. თან ბოლო იმან რა ქვია კორეის ვიდეო, ნუ რაღაცა არ ნახული რეკორდები დადო, ხო რაღაც. წავა ეხლა სადღაც ომში და რაღაცა მაგის მე უბრალოდ რაღა უნდა დადოს ვერ ხვდები რა. არის რაღაც ადგილები რაც ჩემი აზრით კიდე აი ეგ არის ევროპა უფრო მაგარი იქნება. თან რთულია როცა ამხელად ამასასტებ. აი მე უკვე იმდენად ეჩვევა ხალხი შენგან ესეც საოცარ პროდუქტს რომ თან ჭირს რა მე ნუ ჩვენ რაღაცაში ერთ ვიდეოში რომ მანქანა გავათა, მაგრამ აი რაღა უნდა ვქნათ რა ზახშირებდება. აუ არა ძალიან რთულია ხო, ნუ ხარისხი თან ის არის თემა რომ უკვე იმდენი ახალი არხია და თან აი ხარისხს დებენ რომ შენც აგერ გიგიმერტ კვირა კუბოში გაატარა ხო ეგრე დაიწყო ამ ფაქტობრივად 3 დღე 3 დღე ხო ერთი კვირა ის იყო იმათ აწყავთ რა ქვია ამერიკელებს რა ქვია ვისტი ხო მე მგონი აი ხო ვიღაცა ეგ ხო ხო და ნუ იმას მაგარი ნავროტკიანი კუბო ქონდა ეხა იქ მე ცოტა ხა ქირავდება ეგ და ეგ კუბო რა ხო, აი მაგითო ქონდა გაგებული რომ ანუ ის ალესკო იყო 3 დღიანი? 3 დღეში. მაგრამ იმენა ისეთია რომ ქირავდება ეგ. კონტროლებრივად შეგიძლია ცოტა 3 დღე ერთი შეიძლება დარჩეს. ვაფშე გავტო გაუსწორდა. ძალიან არა გიგისგან არ გამიკვირდება თან. დღე ყოფნა. ცოტა ზამთრისკენ მაინც გაიკეთები, აი რო აგრილდებოდა, ეხლა რო დააჭერს მზე და რაღაცა და ატუხდება. კონდიციონერი იქნებოდა. არა, ქვევით ისედაც გრილა. კონდიციონერი თუ მეკნებოდა ის დუში და ის რა ქვია, ბოდიში. ბიჭო, ქვევით ხო ისედაც გრილა შეჩემა რა გინდა. ხომიცაში. ჰა? შეიძლება. მითხრეს. გადმომცეს. კაი, შემდეგი კიდე ერთი რაც აინტერესებს და ერს და ბერს. ქერა თუ შავგრემანი? ხალბატონები? არა. მამაკაცი ბიჭუნები. შავგრემანი. შავგრემანი. აი, გოგონებო, შავგრემანიო. გუგას და თორნიკეს იმან იმოქმედა, ეგენ ხო შავი.
შაუგრემნები არიან. შაუგრემანი. გენიალური კითხვები აქვს დაწერილი ლალი ლაიც. ლალი სლიმს. აი ძალიან აინტერესებს რა იქ კადრს უკან ლალი სლიმსის თოფურია შხუბის ამბავი და მოდი გადავიდეთ მაგ თემაზე. განვიხილოთ ეგ საკითხი. რა სიტყვი შენი აზრი ჩხუბზე და ზოგადად მაგ ფენომენზე რაც ილია თოფურია ქვია რა. ესე იგი ძალიან საინტერესო უყურე მაგ თამაშს ლაივში რა. შენი აზრით თამაშია ეგ? მაგ ჩხუბს. ხალხი ხოცავს ერთმანეთს. აბა ოლივეირას კითხე ხა თამაშობდა თუ არა? თამაში მაგ რავი დაპირისპირებას დილით მივიდოდით თელავში ქონა გადაღება რა და სანამ გადაღებაზე წავიდოდით უნდა შევკრებილიყავით ოფისში ყველა ერთად გვეყურებინა ამ თამაშის იმისთვის ჩხუბისთვის ხო და რო გამოვედი აბსოლუტურ ნულზე მქონდა საბურავი რა არის 8 ნახევარი და 8-ზე იწყება თამაში რატოში გადავედი რა აღარ თამაში ხო და თამაშია ოქტაგონზე შუა გზაში დავამოღამე მოკლედ სამსაბურავის ამბავი და გამიჩერდა მანქანა ამ დროს ვიღაცა მანამდე ვერ მიხვდი? ბიჭო თავიდან აღარ მიმიქცევია ყურადღება პირდაპირ უკანა წავედი რა და ანუ ნელ-ნელა დავამოღამე ხო და მოკლედ ხო მივხვდი როგორ მწვალეს ვარ ხო მაგით შუა გზაში ვაფშე ნოუზე მქონდაო და დავამოღამე შუა გზაში მანქანა რა უმთებს და რაღაც ფეხებზე კიდია თან არა ვიცი დაფშული იყო წინა დღეს მაგრამ ეს თუ იქნებოდა არ მეგონა და ვიღაც პატიოსანი კაცი დანარჩენი სამის დაუშვი და ვიღაც პატიოსანმა კაცმა გააჩერა მოკლედ ეს ნასოსები მთელი ამბები და ამ დროს ანუ 2 წუთით ადრე თამაში ჩხუბამდე დავიწყეთ და რომ მორჩა დავასრულეთ ეს და რომ ჩავრთე საყურებლად უკვე აღნიშნავდა რა და მე გადავახვიე და აქედან მომიწია რა ძალიან ცუდად დამემთხვა მაგრამ ეს იმპაქტს არ იმაშება რომ საერთოდ პირველი არის ეხა ამ ეტაპზე ილია თოფურია მეც კარგად მე გამიმართლა ძალიან კომპაუნდში აიყვანეს პირველზე არის ხო რა დივანზე დამეძინა და კისრის ტკივილმა გამაღვიძა და ზუსტად იმ მომენტში როცა ოლივერასაც კისერი ტკივდა რო ჩავრთე ცოტა ხანში შემომიერთო და კისრის ტკივილში აი ზუსტად ისე იმის ილიას გამოცხადებაზე 2 წუთი ხო და მაგრამ გამოვიდა ამდენი ხანი ელოდება და კამერო ელოდება ხალხი და ის ბრძოლა და რაღაც და ბრძოლა თამაში შეჩერდა თამაში 1000 სისულელე თამაში იყო მანამდე და ელოდები და აი უნდა დაიწყოს მათქი მაგრამ ალბათ ყველაზე ერთის მხრივ ყველაზე საწყენია რომ ესე ცოტა ხანი მოგიწია მაგის ყურება მაგრამ მეორე მხრივ ყველაზე მეტად ეგ გაგისწორდა რომ ტიპი ის სანამ დაიწყებოდა ბრძოლა ითქვა რომ პირველ მე დავასრულეთ ხო და გაბუსაც ვანახებ იმას რა ქვია და ამოანათებს ეს არის დროები ბოლო ჩხუბების რამდენად მცირდება ილიას დრო თავიდან დისიჟენი და მე სულ ამცირებს ბიჭო და პროპორციულად და მე იქეთ გადავა რა ქვია მინუსში გადავა იმამდე რა ქვია ალბათ საქვია ის ლონდონში ხო იმის წებარებაზე წევს და პედი პიმლეტი შეხდება მართლა კიდე გაგრძელდება ერთი ორჯერ უკვე იქამდე ეგ უწევს ვითომ მაგასთან აი ხა არ განვიხილავო იმას იმან რა ქვია დანამ შანსი არაა ხო არ უნდა ჩემი აზრით თავი ჯერ არ უნდა რომ პედი გააფუჭოს იმიტომ რომ ხელიასთან რომ შეაგდო უნდა დაჯიჯგნოს იმენა და ისიც ფულს უწევს ჯერჯერობით და არც უნდა ალბათ რა მაგ ვინ არის მაშინ რეალური არმან თარუკიანი ერთი ალბათ როგორც ვარიანტი ის თქვა რომ ეხლა მახაჩებთან რომ მქონდეს ჩემინება რო იყოს ხვალვე დავნიშნავდიო მაგას ბრძოლასო ჩემინება ეგრას ნიშნავს ნუ აი სწორად ხო გადავიდა ეხლა არ უნდა იმას რა ჩემინება ანუ ხო ეგ გულისხმობს იმას რომ დომოდა გადავიდოდა ხო უნდა იქნებოდა ოლივეირას ადგილას დიდი ალბათობით აბა მაშინ ვიღადარჩა ჯასტინ გეიჯი მალე ხაიმას ვაზრობენო პიმლეტ და გეიჯი ჭყოვენო ეგეც ჯერ ამათ რა უნდა თალა გონი ერთმანეთში სავარაუდოდ და მე უნდა შეხვდენ ილიას რა ალბათ ხო იმიტომ რომ რა ვიცი ტიპი არის ილია არის უკვე ჩათვალეთ აი მართლა გოუთია რა იმის მიხედვით რომ ცოტა ჩხუბი აქვს ისეთი ხალხი წამოაწვინა იქ ოქტაგონზე რომ 3 გოუთი წამოაწვინა ბოლო 3 იყო 3 ლეგენდა პედის ისომას რომ გადავხედე ის პიმბლეტის რა ბიჭო არავინ არ ყავს ისეთი ნაცემი რა ვაფშე ის ყავს მარტო
ფერგიუსონი, ვინც მე არ ვარ ძალიან მაგრა ჩახედული და რაღაც და ვინც პროსტა ესე ძალიან ფერგიუსონი ყავს და ფერგიუსონი ყველამ ცემა, ვისაც არ დაეზარა ბოლო დროს. ხო, არაფერი არ ხო, იმის მიხედვით რომ ლეგენდაა მაგ სპორტის, აი ვაფშე ყველამ ცემა და ბოლოს წავიდა შეჩენო. ხო და აი რაპონში ეგ ტიპი, ხო, აი მაგითო არ უნდა ალბათ ანასაც რომ არ არის რა ისეთი ის. ერთი არ უნდა კონდეს ანუ ეს. კუშები არ ექნება ისე არაფერი ანუ ტირე იქნება რა. შესაბამისი ზოლი უნდა იმას ხან. ილიას და ბიჭო მერაბიც აი არ ვიცი და სუის ხდება რა ნებისმიერ იმაზე რომ შეხვიდე ხა ან TikTok-ზე ან YouTube Shorts უყურებდი ან რაღაცა ძალიან ბევრი ის ვარდება რომ კითხვას რო უსვამენ ყოფილ UFC-ს მოჩხუბრებს იმებს რაღაცა რომ ყველაზე მაგარი ქვეყანა ვინ არის და ყველა იმას ამბობს რომ 20-25-ით თუ გავითვალისწინებთ რაც ხდება საქართველოს დღეს შემხვდა ერთი და კავკასიაზე ხო ვაფშე ბაზარი არ არის იმიტომ რომ ყველა იქ ყველა კავკასიიდან არის შემთლიანად რუსეთი და დაღესტანი რუსეთი ნაკლებად ჩვენ დაღესტანი და საქართველო არა რუსეთის დროშები დაღესტანი გამოდიან თორე ესე დაღესტანი კავკასია მაგრამ ნუ რუსეთი არის რა ნუ თვითონ უნდათ რომ რუსეთის სახელით გამოვიდნენ მერაბა რო ეკი უნდათ რა მაგათ ვინ ეკითხებათ შეჩვენა მერაბა ხო კითხა იმას რა ქვია უმარს უმარს ხო შენო საიდან ხარო რაღაც და ორივეს რო პასუხობს რუსეთიდან დაღესტნიდან რო იცინის ეს მე აჰა მაგრამ იცი მერაბა მაგარი კაცი შენ ძალიან მევას ხალხურად რო იცი ეხა უყურე რაღაც ვიდეოს ვარჯიში გქონდაო მერაბას გქონდა რაღაც გადაღებული ვარჯიში გქონდაო და ბიჭები ვისთანაც ვარჯიში ერთმა ნეკნი მაგ ჩატეხილი ერთმა მუხლი მткиოს და მეო ტვინის შერხევა მაქვე იმერე ტიპი აი ყველაფერს აკეთებს ვაფშე ფეხებზე კიდია ყველაფერი დარბის ხოლმე მაგარი ხანა გვიდგას UFC-ში რა ბიჭო მე მგონია რომ აი ცუდი ერთადერთი ცუდი რაც არის ვაფშე ის არის რომ არც ილიას და არც მერაბს ეს გამოცდილება და რაღაცა არ აქვს აქ შეძენილი რა საქართველოში და მაგპონჩი მაგარი მებრძოლები რო ვართ და რაღაც იმაში ჩანს რომ რისი სკოლებიც გვაქვს ძიუდოსი და ჭიდაობის იმაში იმაგაშიც სახეს ვახევთ ყველას და ყველაფერს მაგრამ ესეც რომ ბევრად განვითარებული იყოს და მე მგონია რომ მერაბი MMA-ის გულისხმობ შენ კონკრეტულად მე მგონია რომ მე ხა ეს რომ როგორც ფეხბურთი წამოვიდა მე რა ყველა ბავშვი ფეხბურთზე უნდა ხა ილიოსს და მერაბისაც უყურებენ ორი აზრი არ არის რომ მერაბი და ილიას რაღაცას მე გააკეთებენ აქ სკოლა იქნება ის იქნება რაღაცა და ცოტა ხანში ვაფშე გადაჭამენ იქაურობას ალბათ ქართველები რავი წინაპირობა არის ყველანაირი მაგას არავი ძალიან ის არის ბევრი მებრძოლი ყავს ვაფშე ხა გიგაც კაი არის ბოლოების წაგების მიუხედავად მე მაგრამ ამ წელს გიგას ჩხუბი იმიტომ რომ ამაზე არის ხო და დოლიძე მაგის ჩხუბი მიუხედავად რომ მე არ ვამწონს რაღაც ის არის მალე რო იღლება ეგან მევასება თორე კაია ეგეს და ნუ ქუთაისალზე აღარ არის იდეაში. და ეხლა მოდის ილიას ძმა კიდე. ილიას ძმაც ალბათ სულ მალე წამოგვეწევა. უფროსი ძმა შემოვა და შეიძლება ვაფშე. TikTok-ში მაგაში მაგრები ვართ რა. მაგაში და YouTube ლიგაში. აგიდა დავიმხედავ და მე რა გავაკეთე. ხო, არა, ეგ მაგის შეკრები მოგდა. მაგის განხილვა მინდოდა უფრო ღრმად ეხლა გამომდინარე რომ გუნდელიც მოხვედი ამ შერეხვილი ადამიანის. ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში განვიხილეთ მომენტი, როდესაც გუნდიშაც იხსურთავს ხაზად. ფეხბურთელს. არ უნდა მაგასთან დაკავშირებით. შენას ფიქრობ აღნიშნულ მომენტთან დაკავშირებით. არა, ან თუ ეგ იყო იუმორისტულად შეფასებული. კი. ძალიან ბევრი ვიცი განსაკუთრებით ყაზახეთში ვიცინეთ ბევრი. ეგ TikTok-ის ნახე ხო ვიღაც ყაზახს რო ედო. იმე ნახე. ხო. ედო რა ეს. ატაკანი იგრანი თუ თუ რაღაცა ზუსტად იცის მოწეს. რა ის რა გაფიცე ბაგი. ატაკანი ის ის რო ჩეხავდნენ ის რატო არ დადო მაგ დამბალო. მაგის ის ხო ის იყო რომ ქოროს რაც უქნა და მანამდე ერთ მომენტში ბურთი არ მქონდა და მე მომჭეხა და ყელში ამბობ საქმე არ მქონდა და უყურებდი მარტო იმ ხუბს გაწევ გამოწევა რომ მოვიდათ მე რაღაც ძალიან სუდა თამაშობდა კარგადაც მოხდა და ეგ არის ერთი გადაღებული ეგ არის ხო მარტო არა ხო არ მომენტი არ ურტყა მაგრამ მივდივარ და ქოროს კრავ ისე ხელს რომ ამას ეჯახება და ორივე ეცემიან რომ მეთქე ესე ეთამაშე მეთქი რა ეგ მოსულა მაგრამ ის აი როგორ არ ქონდა რეაქცია იმაზე ვერ ხვდები ვის იმას ხო რა არ შეუმჩნევია მანამდეც რა რეაქცია უნდა ქონოდა გახედე რა უნდა შეუტრიალები ანუ საჯისთვის მაინც ეთქვა რა მე რომ პანჩურებს მირტყავენ რაღაცა ეთქვა
მიბარათი ფეხბურთია ჩემთვის მე ხარ მითამაშეო თამაშობდი და სპორტია და ბევრი ეგეთი რაღაცა გამიკეთებია, ბევრიც გაუკეთება, მოსულ არა რაღაცა იდიოტობები რა და თან ნახე ისიც იყო რა, ძალიან არ გამისწორდა, მაგრამ დამოკიდებულება არსად ვაფშე. არც საჭაშნიკეში რო ვიყავით მანამდე, არც თამაშამდე იქ რო ვიყავით, ვიდეოებით და რაღაცებითაც იტალიელებთან ვიყავით, ჩახუტებულები მომჩეხა ვიღაცამ და შენ გენაცვალე, შენ თავზე ვაკოცე და რაღაცეები ისინიც რა ქვია აზერბაიჯანელები ჩემოვიდნენ მოგვი რაღაც ძალიან კაი ის იყო ყველას და ესენი ძალიან ისე და თამაშის მერეც არ იყვნენ მარტო ეგენი ხო იცი ანუ იტალიელები იყვნენ და აზერბაიჯანელები მაგრამ არ გამისწორდა რა ეგ სასტავი მაგონში რა რაღაცა იყვნენ ჩამოსულები და სუდად იქცეოდნენ სავით რა სტუმარ მასმენძლობაზე თუ მიდგება საქმე სტუმარიც კარგი უნდა იყოს ჩემი ასვით და გაფასებდეს რა და თუ არ დაგაფასებს მე იქვე ერთი მომენტი დავაფიქსირე რომ ერთ-ერთი მოთამაშე მაგათი ურო ისმოდა ხო ზეხარ დარტყმის დროს ან რაღაცა რა ეს რაღაცა ის რო ჩალიჩობდა და მეკარე? არ ვიცი ვინ იყო. მე მგონი მეკარე არ იყო რომ მეკარეზე არ დამიმუყამებია ვიღაცა ერთი ჩალიჩობდა. სხვადასხვა ძალიან ბევრი დაიკლო მაგ თამაშამდე. ალბათ ეს იყო ყველაზე მონდომებული 7-8 კილო დავიკელი კი. ძალიან ისე შემხვდა ქუჩაში და მაშინაც უთხარი მეთქი ძალიან დაკლებული ხომ და ვემზადებიო. ძალიან ისე და დაგინდა მოედანზე დაგეთო. ანუ 1-2 წუთით მეტი გავქაჩე ყაზახეთთან სერჟელის. ყაზახეთთან ვარ გაგეტანა ის რითი გაიტანე რა ნაწილით სქეულის არ ვერუხები ეგ რო მაგაზე როგორ მომხვდა ბურთი საერთოდ. მაგმო მეც რომ უყურებდი ცუდად გავხდი. რა მოხდა ისი პროცესი რეალურად? მოიქნია. კეთოთ რა მოხდა რა? ანუ ბურჩენ ხო არ ველოდებოდი ბურთი რომ ჩემამდე ის გაატარებდა რა და ხო თავისიანმა შეუშალა ჰაერში ავხდი და იმას რომ მოხდა ხელი სხვაგან წავიდა და მეც რაღაც გავწვდი ბურთს და აი ყველაფერი მოვიდა კაცაზე მომხვედრო და მოხვედროდი ბურთს და კიდევ კაი მოხვდა შევიტანე რა კი ეგ მნიშვნელოვანი გოლი იყო ნამდვილად საჭირო გოლი იყო როგორი იყო ნაკრების ფორმა რო გეცვა და ჰიმნი რო იყო მე პირველად მქონდა ეგეთი მომენტი და ძალიან გამისწორდა რა, ძალიან მაგარი იყო. ძალიან იმენ თამბურს გქონდა. და რასთან წარებდით იქ შენ და გეგა რა იყო? აუ ძალიან კაი იყო იგი. ეს არის ლოდი რო დაგვიმთავრდა. ვალისლიმის მე იცი სად უფრო აი ის ქენი რაღაცა გამიღვივდა ეს პატრიოტი საქართველო და აი მაგაზე რო დაიწყეს გამახსენდა მე ევროზე რო ეხდებოდა ძალიან ვისია მომნე და აი მანდ მივხვდი რომ ახლა და არაფერი ყველაფერი ბოლომდე უნდა დამეკიდებინა და შევაკოდი აი პატკატი რო ცხოვრებაში პირველ დავაკეთე პატკატი აი მანდ ძალიან კაი რაღაც იყო ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთეს ბიჭებმა მადლობა იქ სპონსორებს იმიტომ რომ ბევრი დიდი კომპანია იყო ჩარეული თუ იცი ერთ-ერთი კომპანია ვინ იყო ერთ-ერთი კომპანია იყო ჩვენი ჩიპსი ჩიპსი კი არა ეს ჩიპსი ბევრია ეს არის კერძი ბიჭო ძალიან მაგარია მე ეგეთ რაღაცეებში რომ მონაწილეობას იღებ ძალიან მაგარია რა იყო ძალიან კარგად ძალიან სწორი ის იყო და კიდე უფრო მასშტაბური რო იქნება შემდეგში და რაღაც რა არის მე პირველ რიგში ეს კომპანიები გამაშტებიან იმდენ მასშტაბური პროექტი იყო ეს ხო ბევრად ვფიქრობდი რომ უფრო მეტი კომპანია ჩაერთვებოდა კიდე და უფრო აქტიურად ხო ანუ ესე მეგონა ხო ალბათ ეგრეც იქნებოდა ესეთ მოკლე დროში რო არ გაიკეთებინათ რა კიდე უფრო მეტი შეიძლება და პროსტა რაღაცა დაბრკოლებები ქონდათ ბიჭებს შეიძლება ეგეც იყოს და მეორე კიდე ის არის რომ ბევრი კომპანია თავს არიდებს ანუ სარისკო პროდუქტებს რა პროექტებს და არიციან გამოცდილება არ აქვს არიციან რასაკეთებენ ანუ პირველად არიცი ხო რაში დებენ ფულს არიციან ამ ეტაპზე ნუ გასაგებია YouTube ლიგამ გაამართლა მაგრამ ეს ცოტა სხვა ის იყო რა ქვია მაგას ამბავი ცოტათი აკლაპი არის ამ ტურნირში ჩემი ასეთ რა ბევრმა არიცოდა ბევრს ეგონა რომ ისევ YouTube ლიგა იყო არიცოდნენ ანუ ვა ესენი ერთ გუნდში არიან უეჭველი მოიგებენ და რაღაცა ეს არის ხო ეგ კომენტარები იყო ბევრი რომ ესენი ერთად რო თამაშობენ ვიღა უნდა ითამაშონ და რაღაც ხო და ეგ იყო პრობლემა რისი იცი იმიტომ რომ ანუ ბიჭები იმდენ საქმეს აკეთებდნენ საორგანიზაციო საკითხებს რომ ფიზიკურად აღარ მოიცავთ ჩვენი კუთხით ახლა YouTube-ზე რაც მოვასწარეთ Reels-ების შოთებს რაღაცეების დადება ხო რა მაქსიმალურად რაც შეგვეძლო გავაკეთეთ მაგრამ რაღაცა უფრო მეტი ის იყო საჭირო რა იგივე ვანერები რაღაცები ხო ხდებიან იმიტომ მოხდა რომ ძალიან გვიან მიიღეს მთავარი სპონსორისგან პასუხი რა ძალიან გაუწელეს და არ იცოდნენ ატარებდნენ თუ არა ბოლო 2 კვირის
პერიოდში გადაწყდა. ხო და ნუ ეგ ხო ხტები ეგ იყო რა ისე ხო და შემდეგი ხელი შემშლელი რეგიონში იგეგმება როგორც ერთი კაი დაგვირება რა. მე მგონი მეორე YouTube-ლიგაზე მოპარეს თოკოს ხელთათმანები. ხო შეიძლება. რაღაც ეგეთი ეხა რაბანას ვინ იქნება შემდეგი? ეხა მე ყურადღებით უნდა ვიყო. კაროჩ სერიული ხელთათმანების სტუდია ყავს საქართველოში ვიღაცა. ხელთათმანებზე დარბის. აუ რაბანას რა მაგრა გაუტყდა ბიჭო. თამაშის დროს სიგიჟია ეგეთი რაღაცა არ ანუ დახუპვა იმენ მეკარის და გუნდის, მაგრამ მეორეც რო ქონოდა რაბანას ეგეც არ იქნება. მე მქონდა ორი წამოღებული და პირველი თამაშის მერე გავასხო ისე უბრალოდ რომ თხოვეს. მაგის გამო მქონდა წამოღებული დროსთან. ჩემები მივეცი რაბანას და არაო დიდი მაგ ამას ამით ვერ ვითამაშე. ვერ ითამაშე. ვაფშე თუ ფუტზალის ბურთია ის ერთი ზომით პატარა 4 ნომერი ხო მე მაგალითად ბევრად მირჩევნია და დარბაზში ვთამაშობ შიშველი ხელებით ვთამაშობ იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სროლა მაგ დროს ბურთის აი ძალიან მაგარი ის არის რა და ვაფშე სხვა არც იჭერ ბურთს რეალურად იმიტომ რომ ტყუიასავით მოდის ის ბურთი რა და დაჭერა და ის არ გიწევს შიშველი ხელით გაისათამაშოა მაგრამ როცა ბალახი არის ჩერეს და თან 5 ნომერი ბურთი მან არასწორებს დიდად რა მაგრა ითამაშა ხელთათმანების გარეშეც. კი, ორივე ითამაშეთ საოცრად რა. აი ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ. იდეალურად იყო. ხა მეკარე ხარ ისი შეაფასე. მე ჩემი თვალით რომ ნახე. ბიჭები, შენიაც ვინ იყო ამათ წუთნელი? იდეალურად იყო გუნდში გადანაწილებული ისინი რა, საქმეები რა. ანუ ყველა იმისთვის გამოდიოდა მოედანზე, რაც ევალებოდა რა ზუსტად და ზუსტ დროს გამოვიდა ყველა. მე გამოვედი იმისთვის რომ ჩიფსი გამეთამაშებინა. მაგარი ბანძი ბურთები გაუშვი სხვათა შორის რომ ნახე ეგ. აი ბავშვები მივისყავდნენ ხა აღარ იმავსკენი. არ გადავხვდი. ვიცი ოლივერ კანი რომ მიიწვიეს ეგრე იმასე ერთ-ერთი რაღაც საქველმოქმედო ის იყო სკოლაში მიიწვიეს. ყველაფერია იყო. დეგენერატია შენი ოლივერ კანი შეჭება. შენ როგორ დეგენერატი იყო ყველას სცემდა და ყველას ეჭუბებოდა. გაზაგებია რატომაც გიყვარს შენც იგივე ხარ? და დეგენერატია ბავშვს გაუხარე გული გაუშვი ბურთი. მაგრამ რა ქნა იცი? რა ქნა? თვითონ გადარიცხა ის ფული იქ. არ გადარიცხავდა და მაგის აჯობებდა. ჩაბადგებოდი სადაც. ეს გაკვეთილი რომ მარტივად არაფერი ხდება ცხოვრებაში. კაი. ვერ გააბრავალ. გასწავლე და დარტყმა უნდა იცოდე. ისე ფეხბურთელი ვერ გამოხვალ. გამართლეთ ხო თქვენ გამართლეთ. ხო და იმის გახსენებაზე ხა გაგრას რაც თქვით რომ ის რა ქვია გულშემატკივრები ბევრი იყვნენ ერთის მხრივ და ძალიან გულშემატკივრობდნენ ბავშვები და არა მარტო ბავშვები და მეორეს მხრივ ვიღაცას ხელთათმანი მოყარეს ვიღაცას ჩიფსები მომპარეს მოიპარეს ხო ჩიფსები სხვა შორის ძალიან მშიოდა და ამ ჩიფსმა გადამარჩინა ხო აი ვიღუპებოდი და ლალი მომცა იმენა ლალი ფლიმი იყო მაგ დროს თუ არა ჯერ კიდე ის ჯერ კიდე გადაწვა კი რა წაშვამდე ლალი აპდეიტამდე ხო და ანალოგიური სიტუაცია არის community სისტემაში თვითონ არხებზე რა და ზოგი არის ძალიან ისეთი პოზიტიური კარგი გვერდში მდგომი და ზოგი გაგინებს გაფურთხებს უაზრო თუ მისეზო და ესე შემდეგ და შეთან გონდა კითხვა ვის აგინებ ბიჭო არა ვინმე აგინებენ შენ არა ხო და შენ როგორი არა ნუ გაერევიან ხოლმე მაგას აღარ წაგიკითხავს აქედან და რა უნდა თუ ვერ ხდები ჰა აღარ წაგიკითხავს დიდი ხანია იქიდან თქო და რა უნდა ამ ხალხს ვერ ხდები თქო რა ბავშვობაში რა გინდოდა გამოსულიყავი მას არ ჯობია მაგრამ ისი თქვა მინდა ანუ კომენტარი თუ ყოფილა რამე ისეთი რაც წყენია იმისგან რა გამომწერებისგან და community-სგან რა ანუ ნახე კომენტარი ყოფილა არაერთი ძალიან ცუდები ყენია ნაკლებად უბრალოდ არასასიამოვნო ყოფილა და ძალიან ნორმალურია როდესაც გადიხარ უდიდეს მასშტაბზე ხო ვიღაცას მოწონხარ ვიღაცას არ მოწონხარ ვიღაცას ძალიან არ მოწონხარ და ვიღაცას ძალიან მოწონხარ შესაბამისად ყველანაირი კომენტარი იწერება რა თქმა უნდა ამიტომ ამ გამოცდილებანი ის მომცა რომ რეაქცია აღარ მაქვს ნუ თუ ერთი და იგივე სტილის კომენტარი ძალიან ბევრი მოდის მაგას უფიქრები შეიძლება რაღაცა ნამდვილად არასწორად გააკეთო ხო მაგრამ ნუ ეხა ერთი და ორი რო ვიცი ხა იმის უკან ვინ შეიძლება იყოს ხო ვინ წერდეს ხო მაგას რა ვიცი აღარ ხო მაგრამ ეგ ხო ის მომენტია რა ქვია მაგას რაღაცებზე ეჭვია მგონი არა რაღაცა შეიძლება იმართლა 6 წლის ბავშვი 7 წლის ბავშვი რაღაცას სულად გიწერდეს რა შეგაგინოს просто იმიტომ რომ ისწავლა გინება გულში ხო ანუ არა მაქვს პრობლემა ეგეთ რაღაცაზე არანაირი ხო და არსებობს აი მაგის თქმა მინდოდა მეც რომ არსებობს ნორმალური ადეკვატური კრიტიკა როდესაც რაღაცას გეუბნებიან რომ აი ვიცი რა მე ჩვენთანაც ყოფილა რომ აი მაგალითად რა გავიხსენო ერთი მომენტი ხო იგივე აი ეს თემები შენ რას ვქვი რა ანუ ნუ კითხულობ თემებს, უფრო ბუნებრივი იქნება ისე საუბარიო. ხო, აი ეს არის ჯანსაღი კრიტიკა რა. ჭამაზე რომელი იყო?
ვაუ. და მაგაზე თქვენ ხალხიაო და რატო ჩამწო თუ რა. რა სულ ჭამაზე ხარ თუ რაღაცა გადასულები და გვაგინა ვაფშე ყველას. ანუ მე კი არ მაგინა. სტაფი, რა ვიცი, იქეთ კიდე რაღაცა. აი, ვაფშე ყველას და ყველაფერს გვაგინა ძმა. და ეგეთ ჩემს ვიგინებ. გუნდიშასო, იქ მისაყოლებელზე კიდე გუნდიშასო ბოლოში ეწერა შეჭი. იმას იქანა ეს აი, ეხლა მე ვნახავ მაშინ, არ მინახავს ეს კომენტარი. გადავხედავ კომენტარს. გადავხედავ ეგეთ კომენტარს ვიღაცამ დაწერა TikTok-ზე რაღაც. გუნდს ჩამოუყვა რა და ვკითხულობ კომენტარს ეხლა და დაიწყო რაღაც პასტოთი გაგრძელდა და რაღაც 1-7 და მიხარია რომ მე არ ვარ და ბოლოს დააგვირგვინა ჩემთან. ვინებს ამბობ. ბოლოს შემოიტოვა გებრიელა. წურავდი და მე არ ამბობ. აი, კაი. შენთან შევედი მე არ ვარ და ბედნიერო კითხულობ რომ იქ ბასტოს კოროს გუნდიშას აგინებენ და ბოლოში ტრენერის მე ეწერე და აი სუბო აუ ეს ვასახო საერთოდ. და შეეგრე. ეს ვასა აღარ მახსოვს რა იყო. ეს ვასა იძახი ძმაო და შეყარა იქ გოლები ყაზახეთთან გადაგვარჩინა. არა 4 გოლის ვერ გაგვიტანია ჯამში. 3-1 მოვიგეთ პირველი და 1-1 მოვჭა. 2 გავიტანე 4-დან მე. პირველ თამაშიც გაიტანა და მეორეშიც. კი ბატონო. მეორეში რითი გაიტანა არ ვიცით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი. გოლის პენალტი არ მოგიწია შენ? კი პირველი პენალტი. ხო, აშკარად შენ და. ეგ მაგას არ ვთვლით რა ეხლა გოლა. ძალიან ნერვიულობდი. ანუ მე ვთვლი ძმაო. ვასას პენალზე ნერვიულობდი ძალიან. ბიჭო, არ ვიცოდი როგორ ურტყავდა პენალს რა. ხატო არ იცოდი. YouTube ლიგაზე მაქვს 13 პენალი გადანელი. YouTube ლიგაზე სად დაარტყით პენალს? სულ პენლებს ურტყავდა. ანუ პენლები რო იყო 3 წლის განმავლობაში რა. მათ შორის ჩვენ ცალკე გქონდა კიდე ბასტოსთან. მე ერთი მაქვს გადანელი 100%. პენალი არ მაქვს გამაზული. მეც. ფეგურსով თამაშობდი მაშინას პენლებს ურტყავდი. და მოკეთავს. ხო და აი არ ვიცი, მე პროსტა არ იდეა ვიცი. თავდაჯერებული ვიყავ, რომ წამი არ არის. შენზე მეთქი და რო დაარტყიდე გაიტანე მე. ჩვენ მას თქვა რომ ასა იმიტომ იცოდა. და ქოროზე მქონდა ცოტა ოდნავ ის რა. ქოროზეც ხო ფიქრობ. მე გუგაზე ნერვიულობდი ცოტა იმიტომ რომ ბოლოს გადამწყვეტი პენალი რო მქონდა ნახევარფინალში მან გამოსდა და მეთქი ხა ფსიქოლოგიურად როგორ იქნება მზად თქო. მაგრამ კარგად შეაგდო და ვიამაყე ორმაგად. აი მე ის არ მაქვს ხოლმე ვაფშე რა გონ ნერვიულობ ან რაღაც ვაფშე ფეხებზე მკიდია ხოლმე. აი ვერ ნერვიულობ რა ეგეთ რაღაცებზე და ძალიან მიყვარს ხოლმე პენლების დარტყმა. просто ხანძახში რა დაწილებ ხოლმე რაღაც დებილობას ვაკეთებ აი მომდომი და ქუსლი დავარტყი ერთხელ რაღაც დებილობებს ვაკეთებ ხოლმე და არ მოვითხოვე კიდევ კაი არ მივედი და მეთქი მე დავარტყავ მეთქი არ დავიწყე მან თორემ რაღაც მომჩი ვაპირე პატარა კარში პაუზა იყო სხვათა შორის სანამ პირველად დავარტყავ ვიდექი ერთი წუთი სანამ რაღაცები ლაგდებოდა და ძალიან ისეთი მომენტი იყო რა მან ნერვიულობდი მაგრამ მე და აი როგორ პელები რო დაიწყო მე იქ რო დავიცი ხო თავი ამტკივდა მაგრამ ძალიან აი ძალიან თო მაგ რაბანას უთხარი მეთქი შენ დადექი იმაზე დამატებითებზე და პენლებზე მე დავდგები მეთქი პენლები რო იყო აი დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიგებთ აუ შანსი არ იყო არ არსებობდა იმის სხვა შორის საოცრად დაარტყა ყველა აი უშესო ყველა გაიტანე პენალი იყო აი აუღებელი ხა მან რა არის მაგარში 4 დავარტყით ხო აუღებელი არ არის არც ერთი პენალი მან და ალბათ რა პატარა კარში ძალიან უცნაური აქვს ფუტზალს თუ უყურებს ვინმე ხო არასდროს არ ურტყავენ ბაჩოკით. აი მან იმენ ხრიტავ კარს, პროსტა ეგეთი ეგრე ურტყავს ყველა. ბაჩოკით პატარა. ყველა ბაჩოკი დაარტყავ ვაფშე ჩვენებმა. საერთოდ ყველამ ვაფშე და ეს რეალურად ძალიან ურტყავენ რა. ხო ანუ უფრო სიზუსტეზე ხო მიზანზე გირებენ. რა ქვია, ნუ ფეხბურთი აღარ მიპასუხო აქ. პირდაპირ გეუბნები ამ კითხვაზე. ეს რა ქვია, მაგას ანუ თემა არის Hungry Man-ის იქეთ რა საქმიანობ, ანუ ხალხმა ხო არ იცის ახლა რომ მეც არ ვიცი იდეაში. და რა ჰობი ან რაღაც ისეთი ან რა საქმიანობ და ესე შემდეგ. საქმე რა ესე უშუალოდ რაღაც აი მე მაგალითად ლოთავ პირდაპირ მოგიტყვი. კარგი იგიც საკმაოდ. თან ხას იღებ ხო? ეგეც მნიშვნელოვანია ისე არ არის. Hungry Man-ის იქით რაღაც პროექტები გვაქვს, რასაც ასევე ვაკეთებთ. ერთად ჰობის მიმართულებით ჩოგბურთს ვთამაშობ ძალიან აქტიურად. კვირაში 2-3 დღე ვარდი შევუწრენ ერთად. ხელი და თელი ამბები რა. სერიოზულად ვთამაშობ, სამოყვარულო ტურნირებზეც ვიღებ მონაწილეობას. ყველათან მე ის გუგას თორნიკეთს. აჩიკოს ხო შეხვედრილ ხარ? აჩის თან იგივე იქვე არის რა, ანუ იგივე სპორტებზე ვაშება. შავი და აჩი მითამაშეს ახლა და თორნიკემა და აჩის შეხვდნენ ერთმანეთს და საკმაოდ ისე რა ერთ დონეზე მივდივართ რა ყველა და თამაშობ ძალიან სასიამოვნოა როცა თანაბარი პარტნიორები ყავს და ერთობი ხო მაგრამ თან ჩოგურს კაი კომუნიტი ყავს და ძალიან კარგი ხალხი არის რა სამეგობროდაც
როგორ დალევაშიც ეგრე მყავს მე. თანაბარი პარტნიორები მყავს. ცირდა ჰანგრიმის იმდენი დრო ჭირდება. ანუ 11 საათამდე ფაქტობრივად სამსახ აი ხა ორი სამსახურში ეგეთ დროს ვერ ევლი რა. ამას ეგრე უყურებთ რა, ეგრე სერიოზულ დონეზე რომ სხვანაირად ვერ შეიქმნება ესეთი კონტენტი რა, რომელსაც ძალიან დიდი დრო ჭირდება და მოკლედ ძირითადი საქმიანობა ჰანგრიმენია ყველა ვარიანტში. დროის ალბათ 70-80% მიაქვს და დანარჩენი გართობა ოჯახი კი ბატონო გასაგებია ასე შემდეგ. და მე პირადად ჩემგან მაინტერესებდა შენი საყვარელი ფილმი რა არის და რატო ვასაბი საყვარელი ფილმი ვასაბი არსებობს ეგეთი ფილმი მე ვასა კითხოს ვასა შორის ძა კე ვასა გაიხარეთ ბიჭო შენი საყვარელი უბანი და რატო ვასმო იმ რა ეხო ფიქრობ ვასაზე კიდე რა ხარჯეთ ყველაფერი ვასასი მოიცა რა იყო ჯაფარა თქვა ბიჭო ადრე რაღაცა სცენარს წერდით და ის პერიოდი იყო მე მგონი პირველი YouTube ლიგის მომენტი და გიგამ ხო გაჭედა შენზე რაღაც მომენტში რომ ვასას გონება სულ სხვაგან არის და ვასა შევაბერბატოს აი რაღაცეებს და მაგაზე გავერთეთ მე მახსოვს მე და ჯაფარა ძალიან кайფობდით რომ ეს ვასო გენიალური მაგრამ ვასუალური და გაიხარეთ აი რაღაცეებს მაგრამ აუ რა საწავიდოდნენ აი წარმოდიება ვასა ნიშნავი ვასა ნიშნავი აუ ძალიან კარგი და სიამოვნებთ ძალიან გავერთეთ მაშინ კარგად არ მახსოვს ყველაფერი თორე ძალიან ბევრი იყო უკიდე განოთ აი და რაღაცის სცენარს წერდით კიდე მანდაც ჰანგრიმენებს რომ მივადექით ეგრევე შენზე წამოვიდა მე ეს რომ ვასა ინტერვიუ თუ რაღაცა ხო ინტერვიუ YouTube-ზე ეგეთი იდეა გქონდა ხო რა ვიტყვი როგორ ინტერვიუები იქნებოდა YouTuber-ებს რა ანუ ოღონდ შენ რომ მიდიხარ YouTuber-ებთან გასაუბრებაზე რა მაგისთვის და რაღაც მაგეებზე და კი წერდით დაწერილი გვაქვს გვაქვს ბიჭო აი ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ აი შეიძლება გადავიღოთ არ ვიცი ხო და შენზე რომ მივადექით მან წავიდა ეს ყველაფერი უნდა ეთქვა ინტერვიუერს რომ ვასას იმით რა ვასუალური და რაღაცები და შეიძლება იქიო ეგვიდეო რა შეიძლება იქიო არა ხო მაშინ თუ არ დადებ გამომიგზავნა მაგ ვიდეო სცენარზე არა გიგა იყო მაგრა გაუტიეთ პირველი ვის გამოც ეგ წამოვიდა საერთოდ გიგამ რო გაჭედა იქ მაგრა გავერთე მაგაზე რა რა შესანიშნავია ვასა წინვალეთ ვასას გონება საერთოდ სხვაგან არის ფანტასია შევადარებდი დიმიტარ ბერბატოვს რომელიც და ვასა ამ დროს რას აუ ძალიან კაი გადაჭედა გიგამ იმენა აი გიორგი აქ მაქვს ორი მნიშვნელოვანი კითხვა საყვარელი საჭმელი და საყვარელი სასმელი იმ რომლის გარეშეც მე არ შემიძლია რომ აი ვასას ხო რა არ გადავალ სხვა თემაზე სანამ ამას არ ვკითხავ საყვარელი სასმელი ჩემი ამ ეტაპზე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე არის წყალი დიეტის გარეშე დიეტა არ გაუძენ თუ გაინტერესებთ კოკა-კოლა ანუ ლუდის მოყვარული ხარ შენ ჩემი არ იყოს მაგრამ ლუდი მიყვარს მაგრამ რა საკლევინე მე ამ დიეტებს არა ვერ მოაკლევინე ლუდს შენ თუ გაგასინჯული კოლაბია არის ეგეთი სასმელი კოკა-კოლა და ლუდი არის როგორ იწარმოება ჩვეულებრივად და არის უგემრიელესი კოკა-კოლა და ლუდი მე გაგონი ხო გასინჯული არ მაქვს აი ევროპაში განსაკუთრებით გერმანიაში თამაშების მერე მთელი გუნდი მაგას ვამდა რა თავის ალკოჰოლიც აქვს ხო დაბალი და უგემრიელესია რა შეიძლება მაგით რა გასინჯული დაბალი ალკოჰოლის გამო ხო ცოტათი დაბალი ხო არა არ გამიგია მართლა პირველად ეხლა რო შეურიო გასინჯო რაღაცა ოდნავ შეიძლება წაგიყვანოს მაგემოსკემა და აი თვითონ ნაწარმი ცალკე ჩამოსხმული არის მაგრა უხდება და ძალიან ბევრი იყიდება თან ეგეც მიყვარდა და ეხლა აღმოვაჩინე რომ რაღაც მე ვიღაცა მახსოვს რომ გადაურია აქ რაღაცა ეგეთი ჩალიჩა და ძალიან დებილობა იყო ხო ეხლა ხელით გაკეთებული საერთოდ სხვა იქნება რა და ქარხნულად ქარხანაში კარგად ის საჭმელი რა ბევრი საჭმელი ბურგერი მიყვარს აუ საჭმელი ეხლა თან დადიეტარზე წარმოვიდგინე რა ჩაიდეს ყველა სუდი კითხვა ყველანაირი საჭმელი ანუ შემწვარი კარტოფილი ქართული ესეთი ყველა კუთხის ამზარეულო რა აიღე მეგრული კაი ელარჯი კიფშალია კუპატი პიდოქს ჭამა შენ გაჩერდი ხინკალი პატი სუში ანუ ეგეთ ყველა ატრია სუში რო ჭამ მაგალითად მე მევასება
მაგრამ არ გამახსენდება არასდროს. აი რომში არ გამახსენდება არასდროს სუში ვჭამ, იმიტომ რომ სუში ვჭამ. ვერ ხვდები რამდენი უნდა იყოს რომ ეყოს. აი რაღაცაზე ხო ვიცი რა, აი 30 ხინკალს შევჭამ და გემრიალად ვარ ვიცი რა და აი სუშიზე ვერ ხვდები აი რამდენი უნდა ორი როლი საკმარისია რა. სუში საკმაოდ მსურდა. ორი როლი რო ჭამო. ორი სეტი გულის მოგვა. 16 ნაჭერი საკმარისია. ძალიან კაი წარმოდგენის ჩვენზე. არა ბიჭო. არა. აი ნორმალია ტრებს სუშის ეგეთი. ხა მაგირო ჭამო პატარა ხო ეგ არაფერი არ არის მაგრამ. არის კრემყველი არის ფეური შიგნით თავისი ორაგულებთ იმით სუპია უკვე. ხო მე როგორ ვიხარი ისე რა ვინმე თუ გამოიძახებს ამ რაღაცა მაგ დროს შეიძლება და მე არ მახსენდება ვაფშე. შენ ხარ ოქტომბრის ტყუპები ხო? სასწორი. სასწორი კაცო ტყუპები ამერი სასწორი. ტყუპები და სასწორი მე ეს სექტემბრის არის. სექტემბრის ვარ. ანუ სასწორია. ოქტომბერი 14 ხო და ის 12 ის არის ნახე 365 დღე რა თქმა უნდა. ეს შენი არის პერსონალური ალბათ. 12 ოქტომბერი რატომ უნდა დავлет? ინგლისელმა ტურისტმა სამგზავრო გემი თავის თავთან ერთად ჩაძირა. რაო? შეიძლება ვინმეს დავადებს და იყო მაგაზე? და მაგით 12 ოქტომბერს 12 ოქტომბერს ინგლისელმა ტურისტმა სამგზავრო გემი თავის თავთან ერთად ჩაძირა. არ ვიცი ჩაძირა, მაგრამ აშკარად ხსოვნით უნდა გახსნა 12 ოქტომბრის სუფრა. ეს ადგილისელოა თუ რა არის? არა, просто მიზეზი ან ცუდი მიზეზია ხო დასალევად. ფოტოჯი ვერ დავაკავშირე. აი 14 ოქტომბერი მეთქი, რო გითხარ 14 ძალიან კაი არის. ეს მორჩაა? ხო, არ მაგიტო დაბლიო? ხო, მაგიტო. აი მაგალითად 14 ოქტომბერს ვირების დღესასწაული არის უგანდაში. ეგ კაი აღსანიშნავი ფაქტია. ვირების დღესასწაული უგანდაში არის? დღეს არის პირველი ბავშვთა დაცვი, არა, ივნისს არის ეგ ხო? ხო. ეგ იყო გუნდში უკვე. ნუ 1 ივლისის შესანიშნავი დღე, არქიტექტორების საერთაშორისო დღე ყოფილა. გილოცავთ იჯებონ და მოგულებას აი არქიტექტორს დავესწროთ. ეხლა ვიცი ძალიან ესეც საჭირო პროფესია. შეგიძლია გამოვაცხადო ჩვენი გადაცემა. არქიტექტორება შემეხმიანეთ და არქიტექტორებო 1 ივლისს უნდა დაიწყო თურმე ეგ რომ მაგრამ ეგ ხო სხვადასხვა ის არის რა ქვია განხრა მაგაში. ხო, სახლის. ხო, სახლის არქიტექტორებო ან შეიძლება არც არის სხვადასხვა და მე ვატრაკებ მაგრამ სახლის არქიტექტორებო შეეხმიანეთ ვასას. 3 ივლისი არის ფანრის დაბადების დღე. ფანრის? ანუ ეხლა რაც ჩამოთვალე, ყველაფერი არის, ანუ ლოგიკურად შეიძლება აღნიშნო და ანუ ჩაძირვის დღე კაცი და დამოუკვის რა თქმა უნდა, ანუ თავის თავთან ერთად გემი ჩაძირა, ანუ სპეციალურად ქნა და უცნაურების გამო ალბათ. ანუ როგორ იყო ზუსტად ვიღაც ტურისტმა თავის თავთან ერთად გემი ჩაძირა. სამგზავრო გემიო? ჩორტივოზნაირ. არ იქნება ფაშისტები წავზე გემი ჩაძირა შეჩემა და აი კაცი იყო და დალოცო და იქე იყო შეჩემა იქნება გადაარჩინა ის რა ქვია მაგას ინგლისი. ნასკის დაბადების დღე 15 ივლისზე ნასკის დაბადების 15-ში რო შევიკრიბოთ რა. ბიჭო, აი ხა რა არის იცი პრობლემა აქ ნასკი შეიძლება იყოს წინდა. ვიღაცის გვარი. ილონ ნასკი. აქედან ხედავ ტრუსიკის დაბადების დღე არის 28 ივნისი. აგე ხო ტრუსების დაბადების დღე. ხო, ან ყველაზე მეტ ამდენ დაგილევიათ. გადაცემის მსვლელობისას? მსვლელობისას ხო. აი ლალი სმელი. ჩემი აზრით ალბათ 5 სლიმი. 8 ლიტრი? არა, ეგ გადაცემის დაწყებამდე ჩავარდღი ცოტა და მაგრამ უშუალოდ პროცესში გეუბნები. 16 ბოთლი დაგეგეთ დალია, კი რა? ავლიკა რო იყო სტუმარი ედახში, ლუცხო მაგრავს ვარდი და თან ვისკი როგორ ქონა იცი? უკვე ბოლოს ერთი შოთი ხო გვაქვს აქ რომ თამაშის მე. სამივე ჭიქა გვედა და აი ესე ვისყავ. ჯამოვარი კრიკებდი, ჯამოვარი რაღაც. გადღლეზილი მთვრალები გავედით ბოლოს. აკვე გონდი როგორც მივხვდი შენ თამაში გოქვს, თან ლუდზე ჩამოვარდა საუბარი, სანამ თამაშზე გადავალთ, მანამდე მადლობა მინდა უთხრა ჩვენს წარდგენს ლუდისას და ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას, რომელიც უკვე 300 წელზე მეტია იხარშება ჰოლანდიურ ოჯახში. მადლობა ესეთი გემრიელობებისთვის. ეს და ეს სხვადასხვაა? ხო, ეს პომიდრის სალსა არის და ის არაჟანი ხახუნია. ეს არის ჩემი ფავორიტი. რამდენი გამომწერი ყავთ? 20000 აუცდით. 20000? 22000 რამდენი პოდკასტი გაქვს ჩაწერილი? ბიჭო, ბევრი არა, ალბათ მე-11 ხომ, მაგრამ ახლოს ორ ციფრებთან. მაგარი შედეგია ძალიან. ხო, მეც პოდკასტისთვის არის საოცარი შედეგი. ხო, და ის 20000-ზე გვინდოდა რომ რაღაც მაყურებელთან ერთად რაღაცა ის უნდა გავკეთებ და ხო, კი, ვაკეთებ და აუცილებლად იქნება რაღაცა შეჯიბრებები ლუდისმა და მანამდე სანამ გავაკეთებთ ვინც სტუმარად
იქნება ყველას ვატიჟებთ თან რა და ასე რომ ასე რომ სტუმრებო შეგიძლია მოხვიდე და გაერთო და შეეჯებრო დაბადებული ხარ პირდაპირ cheat days დავამთხოთ თან და აიქვე ბოლომდე ხო რა რაღაც კაი საღამოს გავატარებთ გამომწერებთან ჩვენ სტუმრებთან ერთად რაღაც გავერთობით მეგობრებო მაგ ყველაფრისთვის აუცილებლად იაქტიურეთ კომენტარებში გამოიწერეთ არხი იქნება იყავით ჩვენს გვერდით და ლაიქეთ ვიდეოები და მოკლედ გიყვარდეთ და გვეყვარებით. კაი, თამაში შემდეგში მდგომარეობს. Top 10 ქვეყანა უნდა დაასახელოთ 24 წლის, რომელსაც ყავდა ყველაზე მეტი ტურისტი. ნუ ეს ტოპები ძალიან ბევრი არის ზოგადად, ნუ დასერჩოთ 1000-ნაირი და კვლევები სხვადასხვანაირია და ერთ-ერთი ამოარჩიე ლალისლიმმა და იმის მიხედვით ოფიციალური მონაცემებია. ძალიან დიდი ცდომილება არ მგონია რომ იყოს რეალურთან შედარებით. აი ჩემო ძმაო. რიგრიგობით იტყვით რაღაცა ვისაც უფრო მეტი ჩავარდნა იქნება, მე იმას მოუწევს ერთი საყვარელი შოთის დარევა. Top 10, რავი, ამერიკა ალბათ. მესამე ადგილზე. მესამე ადგილზე. ტაილანდი. მერვე ადგილზეა. მერვეზეა? ჩემი აზრით იტალია უნდა იყოს. რა თქმა უნდა. მეხუთე ადგილზეა იტალია. საფრანგეთი. პირველ ადგილზე. ხო? პარიზი. ესპანეთი მაშინ. მეორე ადგილზე. იაპონია იყოს. არ იქნება ტოპში. არ არის. არ არის. ალბათ გერმანია უნდა იყოს. მეცხრე ადგილზე. გერმანია როგორ ვერ გავიხსენე ევროპაში რო არსებობს. ევროპაზე არ არის საუბარი. არა, ზოგადად რო არსებობს ევროპაში. გერმანია რო არსებობს ეგ ვერ გაიხსენე. ჰოლანდია ხო არ არის? იქნება. ჰოლანდია არ არის. ამსტერდამი ძალიან ტურისტული ის არის. გერმანია და ჰოლანდია შორის ვიქებდი, იმიტომ ამსტერდამის გამო, მაგრამ რომელი ადგილები დარჩა ხო არის? მეათე. დიდი ბრიტანეთი. მეათე. რა, მეათეზეა დიდი ბრიტანეთი, კაი რა. თურქეთი. მეექვსე ადგილი. უკრაინა არ უნდა იყოს. ირანი. კაი. ჩინეთი. საქართველო. არა, კი. ამ მომენტში ყველაფერი შეცვალა. არა, კი, გენიალურია ხედავ. მეოთხე ადგილი კი. Yes. ნუ წაგებული მაქვს ხო? წაგებული გაქვს, მაგრამ შეგიძლია რომ გამოიცნო. ვასტიკანი. არ ვიცი, ვასტიკანი. ვატიკანი იყოს რა, ბევრი ხალხი და ვატიკანი არა. ვიცი, ალბათ თუ გამოვიცნობთ. რომელთან არის კავშირი გითხარ და გამოვიცნობ. ამერიკასთან. ამერიკასთან კანადა მართლა? ალბათ მექსიკა? ჩერეზ მექსიკა? აღადა. ნუ მან ტურიზმი ნაკლებად არის. მაგას ვერ გამოვიცნობ. ჩერეზ ხო შედის ეს თავი. ხო, ბიჭო რატომ მექსიკა? კაია. ხო, არ ვიცი, მე არ მაქვს წარმოდგენა მექსიკაში. აი კაკო იქნება, მე რო ვკითხოთ. აუ, რა ვქნა, ეხა მე როფერ დავლიო ეს. შოთის დარვი წევს. აჩისა. ეს ხალხმა არის სწორედ დიდი ხნის პაუზა ქონდა ხალხო არაფერი არ გადაგოღიღია და აი ხო რაღაცები რაც დამიგროვდა აქვე მოდი ამის მერე გაფუსვით ხო და კომენტარები ჩაგვირთოს გათამაშება დაბრუნდა მეგობრებო საუკეთესო კომენტარის ავტორებს გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრებები რა პრინციპით ათამაშებთ საუკეთესო კომენტარი ყველაზე სახალისო კომენტარი და ასევე ქონდა აი ესეთი რაღაცა რატო უნდა გამოიწერო არხის სამარილე რა აი ეგეთი კითხვა და მაგაზე ვინც დაწერდა ყველაზე კაი კომენტარს მასაც გადავცემდით ამ კომბინირებულ ნაკრებებს ლუდისას სამივე გემო 2-2 არის კომბინირებული სალსა არის ხახვი და არაჟანი და მარილიანი არის მარილია ხო და ასევე ლუდი ბავარია თქვენ გემ რეალად მიირთვით შემოძღვა ვიცი ხა ამ დიეტაზე რა გითხრა რა რით გაგახარო რამდენად გესიამოვნება და ისე ხო ძალიან კარგი და აქვე გაუმარჯოს ქართულ YouTube-ს და ქართულ YouTuber-ებს აი თქვენის თამადობით მეგობრებო ჩვენს მეგობრობას ჩვენს სიყვარულს ჩვენს ურთიერთობას გვერდში თქმას გაუმარჯოს რადგან როდესაც აი ისეთივე საქმე როგორიც არის კიკოფი და ის რო ჩატარდა YouTube ლიგა გვერდში დაუდექით ერთმანეთს ყველა ერთად გემრიელად მაგრამ გავაკეთეთ საერთო საქმე ნამდვილად ეგრე იყო ხშირად ყოფილიყოს მსგავსი კოლაბები და საინტერესო პროექტები რა. გაუმარჯოს ქართულ YouTube-ს. ტახას ესეთი ვერსია. პირველად ნახე და ძალიან სასიამოვნოა. ამდენი არასოს ულაპარაკია მგონი. არა და რა სასიამოვნო მოსასმენია და რა ჯიგარი ტიპია. მადლობა ბიჭებო პოდკასტიდან პოდკასტამდე ვითარდებით ცო და გუნდიშა საუკეთესო დუ არის YouTube-ის ისტორიაში. ბოდიში კალას და მახარას. აკვე პასასაც. მიყვარხარ და წარმატებული დუ მაგითხარეს ტრიოზე. ბოდიში თორნიკას და გუგას. მიყვარხართ და წარმატებები. აუ გუნდის 19 ივნისიც მინახე რა შენს წიგნში.
წინგში წინგში რაზე არის ეს მე წავიკითხე რა სწორედ შენ არა ჩემს 19 ცოტა შენ რა შეგიძლია იქნა კომენტარები მოიფიქრო და ბევრი დაწერო ხოლმე რომ ეს ლუდები შეგხვდეს ლუდებით მაკლია მე ძმაო და ბოტლი რა არის იცი ბოტლი ხო რა წერია ბოტლის დაბადების დღეო და ბოტლის რა თქმა უნდა არა ხო და როტივოს ნაეთ შეიძლება იცოდა და ბეწვის მაგიტო ჯონ ბოტლი არის მართლა სიუზან ბოტლი გამომგონებელი შუშის გამომგონებელია რა გჭირს გუნდის ცოტნე სადღიზოლოს დროს ხვირი აიღე მიკროფონიდან უსმენ კაცს რომ დავლიოთ ერთად შენ გუნდის თუ გაინტერესებს სადღიზოლო ეს სადღიზოლო მე ჩავსვი აქ სპეციალურად ჩავსვი სადღიზოლო შენ ვერ მოიგე კომენტარი ანუ ეს ის ხოლმე ვიხა დამავიწყდა რომ ამბობდი აი ძალიან ასწორებს ყურების დროს მგონია რომ მან მზივარ და ერთად ვსვავთ ძალიან კაი არხი გაიჩნდა გეტყვით მისამარს დაიმოს და ჩაწერისთვის და ერთად არ არის პრობლემა მოგიერთ ერთად დავლიოთ რატომ უნდა ვიყო სამილოს ალბათ იმიტომ რომ ვახტანგ ბოლთაშვილი არ ჩანს ამ არხზე ბოლოთ მიყვარხარო რატომ უნდა გამოიწერო სამარლი იმიტომ რომ ეს იშვიათი პოდკასტია სადაც აზრი არ იკარგება ხმაურში იუმორი არ ბანალურობს და თითო ეპიზოდი ისე გადის თითქოს მაკაცებთან ზიხარ და გემრიელად გელაპარაკებიან აი ეს კომენტარები არის ეს კომენტარი არის ლუდისთვის და ჩირს 1000% ეს YouTube-ი რო იყოს რა მეშველება ტელევიზორი ბოლოს რაღაც ინდური სერიალი რომ იყოს გამომურთე და იმის მერე აღარ ჩამირთავს 15 წელი გავიდა მგონი როგორ მიყვარხართ გიმრავლოთ გამომწერები გუნდიშამ კაროჩ ძიმე წერტილი ყველაფერი დაიკიდა მიაკრა ძირითადად სწორად არ წერენ ხოლმე მაგ ძიმე როგორ არის სწორად ეწერა ეხა სწორად 15 წელი გავიდა მგონი მე ხო არ ვარ მეშეული რომ მოგეთ უგროვესი მადლობა მეგობრებო საოცარ ბანდლს გამარჯვებას უგროვესი მადლობა მეგობრებო მადლობა ესეც ბილი კომენტარებისთვის ესეც საინტერესო კომენტარებისთვის და მოკლედ იაქტიურეთ და ერთს ვამატებ მე აი ვასმოის პონჩი და ვასვალორის პონჩი ვინც დაწერს კიდე რამეს ვასაზე ანუ ვასაზე საუკეთესოს მან შემიძლია თვითონ აქვს რაღაცა მოსადებული მოკლედ უგროვესი მადლობა ხო როგორც ხო დაუბრუნდით გათამაშებებს შემდეგ გადაცემაში 5 საუკეთესო ამოვარჩევთ 5 საუკეთესოს 3 გაიმარჯვებს ამ 5-დან ერთი იქნება გამარჯვებული ვინც დაწერს საუკეთესო კომენტარს იმაზე თუ რატომ უნდა გამოვიწეროთ სავარილი და გუნდიშამ რაც თქვა ახლა ეგეც იქნება გათამაშებაში პირადად გუნდიშასგან ჩვენ არ მივცემთ ლუდს და ჩიპს თვითონ შეიძენს და გამოგიგზავნით პირადად მეგობრებო გვეშველა მე ჩარიმები წესდებაო გზაზე გადასვლაზეო ფეხით ხო yes განსაკუთრებით თქვენ ორს გაგისწორდებათ მე ფეხი დავდივარ ბიჭო მე მანქანით რო ვარ იმდენად საშიში არ არის ხოლმე ჩემთვის საერთოდ რამდენადაც მოტოციკლით როცა დავდივარ იმიტომ რომ მოტოციკლით ყოველთვის ხა მანქანებს შორის მიდიხარ რაღაც და ვიღაცა ტიპი რო გადადის ხოლმე მან და აი არანაირი შანსი არ გაქვს წარმოგიდგენე მანქანის უკნიდან რომ უცებ ტიპი გამოდის რა შენს მანქანებს შორის მიდიხარ აი ძალიან საშიში ის არის ხოლმე მომენტი უეჭველი შენც იქცევი იმას დაამტრევაი რავი ძალიან ცუდია და მაგა ნუ კაია ძალიან მე მოტოციკლეთით ერთხელ დალიწილი ვარ ზუსტად მაგის გამო რომ ორმა ჩუაკმა კოსტავაზე გადამიერბინა ეგრე რა ეხლა რო გავრცელდა ვიდეო ამ ბოლოს ხო ნახეთ ვიღაც ხო ბავშვთან ერთად რო იყო ხალ ნუ აი არ ვიცი ასე გიშია რა შენ რატო წირავ ხო შენ თავს ხო და მე მძღოლსაც წირავ რა მანდ რა იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ძალიან სწორად დამთავრდეს იმისთვის და ძალიან კაია რომ მაგის რეგულაცია ხდება და მოხდეს აუცილებლად მაინც არის ხო როგორც ვიცი მაგათ არ უნდა მოხდეს მე რომ მომივიდა მე რომ წავიქეცე მოტოციკლეთით ანუ ორმა არაქართულმა ჩუვაკმა რაც ამ კოსტავაზე გადამირბინა რა თქმა უნდა ძალიან მომიწია და მოხრუჭება და ესა წავიქეცი არ დავეჯახებონ იმათ იმიტომ რომ დავჯახებოდი ალბათ რავი მოტოციკლის გამიკეთებდნენ და პოლიცია რომ მოვიდა და რაღაცა ის ანუ ჯარიმას მიწერდნენ მე ანუ მეთქი ხო აქ გადასვლა ხო არ შეიძლება მეთქი და პასუხი ქონდათ ესეთი რომ რა ვქნათო თბილისიაო ანუ მეც რა ვქნა მეთქი თბილისი როა მეთქი ანუ ის არ გაქვს რა არანაირი აი რადგან ისინი ქვეითები იყვნენ და არ რეგულირდება ხო არა არანაირად ვაფშე ბიჭო თან სუდადგილას გადადიოდნენ აი ძალიან ის არის ზოგადად ფილარმონიის ქვედა მხარეს აი კოსტავოს დასაწყისში რა აი საშინელი გადარბოდნენ მან თან ისინია ჯებირები და რაღაცები ხო არის ხდა მან მე გადავირბინე 3 დღის წინ სხვათა შორის მართლა იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო აი
მაგაზე ვფიქრობდი, მეთქი აქ ხალხი როგორ უნდა გადავიდეს. მასალ 10-დან 50 ლარამდე ტერმინი. მა 10-დან 50 ლარამდე ნებისმიერი ჯარიმა კარგია. აგაცილებს მე მანქანა აღარ გადავალ მაგ საშინელება ბიჭო ის რაღაც მომენტში მე ძმაკაცმა ჩუქა მაგ დროს ბრელოკი პატარა მოტოციკლეტი რა და რო წავიქეცი მოწყდა გასაღებს რა რაზეც ქონდა და 1-5 წუთი გზა იყო გადაგეტილი და მთელი პატრული ვინც იყო უსული ეძებდნენ მაგას იმიტომ რომ ისედაც ნერვები მოშული იყო გავჭედე იქ ვიკივლე ვიწივლე რაღაცა და დედაჩემთან ერთად ვიყავი სხვათა შორის და წავიქეცი დედაჩემ ჩემზე ცოტა უფრო კიდე ყოჩახდე დედაჩემ უფრო გაუტრაკა მე იმას რა ქვია ერთი გამოძიებელი კი ნახონ ხო და მაგ საკითხს რა შეეხება ბიჭო მაგაზე ვიცი რომ არა მაგაზე ვიცი რომ ეგ ჯარიმები ზოგადად არსებობდა აქამდეც იყო იმიტომ რომ ჩემს მას დაუწერეს თავის დროზე ჯარიმა მაგრამ ჩემს მას დაუწერეს როგორ გენიალურ შემთხვევაში იცი მელიქიშვილზე ამის 4 საათზე თუ რაღაცა რომ მანქანა არ დადის ვაფშე არაფერი და პატრული პროსტა იდგა გადავიდა გზაზე და გააჩერა პატრონმა და ჯარიმა დაუწერა 5 ლარი თუ რაღაცა და ახლა შენ დაუწერდი ჯარიმას ბიჭო ისეთი კაია ატო რა დაიბაზრო მარტო მაგით მანქანა არ დადიოდა საერთოდ აი შუადღისით მან გადასვლა და მეორეს მხრივ სიტუაციას მე თვითონ შევეცარი ერთხელ მომივიდა ესეთი მომენტი იმასთან რა ქვია ოპერასთან რა ლაღიძეს ქუჩა რო ჩადის მაგიდან ამოვდიოდით იმიდან რა ქვია ჩემი ძმის თანამშრომელს ვახტი მანქანით და ვიღაცა აი ერთი რამდენი კაცი ალბათ 5-6 გადმორბოდა გზაზე და მანქანა კაპორი ბიჭი აიტანა კაპოტზე აი საშინელება იყო და ის ვინც რულთან იჯდა წარმომიდგენია ვაფშე რა დღეში იყო მაგის მერე ანუ ის ხო ნუ ეხ თავის დანაშაულია მით უმეტეს რომ პაძემ კარი ზუსტად მაგ ადგილას აი ზუსტად მაგის თავზე ის კი არა რომ რაღაცა გავლა გიწევს და რაღაცა არა იმენა ძალიან ვერაფერი ვერ ამართლებს არა ხო და ანუ ამ კანონის მერე შეიძლება დინამოს და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავიარო და არ გადამირბინონ ანუ ხალხი არ დარბოდეს იქ ვიღაც ჩვეულებრივი პონტი იქნება ისევ თუ მანდატს იმუშავებს რეგულაცია არაბერი უბრალოდ ერთი რომ კანონის შემოვა და მეორე ეხლა ანუ რეალობაში მართლა დაჯარიმდეს ეს ხალხი რა იმიტომ შეიძლება უბრალოდ თუ მართლა 3 დღეს უკან კამერები რო გადავახვიოთ ვასა გადარბის კოსტავაზე და 10 ლარიანი რო გავზავროთ თუ შეიძლება არა ხო და თემა ის არის რომ რეალურად მანდ არის პრობლემა ის რომ შექმნი თუ არა სახიფათო სიტუაციას ხო იმიტომ რომ თუ მანქანები არ დადის მაგ მომენტში ქუჩაზე გადავალ რამე შოვა სახიფათო შენთვის არის ანუ ყველაფერს თავიდან შენ გერხევა ყველაზე ძალიან ადგილას გადადის ის ვიდეო ნახე ზუსტად იქ ფილარმონიასთან იყო სკროლით მიდიოდა მან ის ფილარმონიასთან იყო რო შეცვლილია რაღაცები სკროლით და სკროლს დაეჯახა ոնც ეს მანქანა თავის სწორად მიდიოდა ხო და აი გოგოს სკროლს ეჯახება რა აი ვიდეო ნახე ხო და ეგეც არ შეიძლება რა დაიცადე უფრო აპასნია ეტა მაგდროს თუ დაჯარიმდებოდა ვინ მე მგონია რომ დააჯარიმებდნენ იმას ეს არ არის ანუ სკროლით არის ანუ ბორბლებზე დგას მაინც ის უნდა კონდეს როლიკებზე უნდა არ გადავსულა ბორბალი უნდა კონდეს მიმაგრებული სადმე ხო და ანუ მაგ კუთხით მოგვარებული არ არის ზოგადად მოძრაობის წესები და ბევრ ადგილას არის ესეთი მონაკვეთი რომ просто სხვანაირად ვერ გადახვალ იგივე კოსტავა ავიღოთ შენი თქმის არ იყოს ანუ შუქნიშანი არის ბოლოში და აქეთ ბოლოში მეორე რა ანუ შუაში პრაქტიკულად ვერ გადახვალ აი კინოში რომ მიდიხარ ხდება ამ ბევრი რაღაც არის ნუ ჩახვიდე იქით რაღაც ხო საკმაოდ სახიფათო ადგილია და ანუ გეთახმები მან ხო საკმაოდ ისეთი ადგილია კი ბატონო მე ანუ მაგას ანუ ბიჭო მე არ გეუბნები რომ არის მანდ არაფერი რომ ძალიან ცუდი მოძრაობაა მაგ ადგილას ყოველთვის ცუდი მოძრაობა იყო და არ გაჭედილი იყო და რაღაც ყველაზე ბევრი ცუდი ინციდენტი და რაღაცა მე ძალიან ახლოს ცხოვრობ მაგ ადგილთან და ყოველთვის მან ხდებოდა რაღაცა ძალიან ზეიდან გადასასვლელი ძალიან აგრესიულად მოდიან მაგ დაღმართის სხვათა შორის ბიჭო იქიცი რაღაცა ცუდი ადგილია რა ვაფშე რა აი ისედაც უცნაური იმას ხმის ეს ჩაჩავასთან შემხრივი ხალხი ნერვებოშელი ჩუვაკი ვიღაც ვინც ტყუილად გას მანდ გამოვარდება ხოლმე იქიდან და აი ცუდი მოძრაობაა ძალიან რა და ადრე ხოში წითელს რო არ ვცნობდით ერი მაგ დროს საერთოდ სასწაულები ხდებოდა ხოლმე მაგ ადგილას რა ისეთები მოხდა რა ხო და ნუ ეგეთი ადგილები არის და რაღაც მოსაყომარებელია რა ხიდივით მაინც გაკეთდეს რაღაცა რომ ზემოდან გადახვიდე. ხო, ეგ ვერ იმდენად დიდი მოძრაობა შეიძლება არ არის ხო საფეხმავლო გზაზე რომ რაღაცა მაგის გამო რაღაც. ბიჭო, როგორ არა, თუ აქეთ უბანია, შენი თქმის არ იყოს, იქეთ ჩაჩავა, კინოთეატრი, რაღაცა. ხიდი ხო არის ამირანთან.
სად არის ამირანი? ამირანის თავზე არის ზუსტად მან ხიდი გადასასვლელი. ოღონდ ეგ არის რაღაცა იმაში მაღაზიებში შესული. მე შეიარე, მე მგონი დაკეტილია ეგ. ზუსტად ამირანის თავზე არის მან გადასასვლელი რაღაცა. ოღონდ არ ვიცი რამდენად მუშა მდგომარეობაში. მაგრამ გადასასვლელი იმების იმას ვერ ხვდები, იმიტომ რომ ეხა დღეს გადამირბინა ვიღაცამ გაკრას სანაპიროზე გადადიოდა ვიღაცა კაცი ყავარჯნით და იმით კიბეზე შანსი არ არის რომ ავიდეს რა და ვინმეს თუ ილუზია აქვს რომ ის მუშაობს რა ქვია ისინი რო აქვთ ინვალიდებისთვის და იმისთვის რო აქვთ ხოლმე პანდუსები გაკეთებული რაღაცეები რომ არსად ეგ ჩართული მე არ მინახავს და არსად მუშაობდეს და მიწის ქვეშებში რო ისინი არის იქ რავი ჩემ ოლიმპიური სპორტსმენი ვერავა იმით რა ქვია ეტლით არასში ვიყავი და წარმოიდგინე იქ ლიფტები მუშაობს ეგეთ რაღაცები ეგეთ ადგილებში ლიფტები მუშაობს ინვალიდებისთვის. სარბოგიდგენი ეგეთი რამე მუშაობს ახლა. თურმე ის არა აუცილებელი რომ ბუტაფორია იყო. შეიძლება მიაერთო და მუშაობს. აი რაღაც კაი კანონი შემოუტანია ჩვენთან. რაც მე მაგალითად მომწონს რა უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ისე ჩვენ არ ვცნობთ ხოლმე რა კანონი თუ არ მიდის რაღაცა, ღვეცაც არ ვიკეთებთ ისე მანქანაში. სანამ კანონი ხო აი კანონი არეგულირებს კლიანტ მოსახლეობას ცვლის. კაია მე უნდა იყოს უფრო კაცრიც უნდა იყოს, ოღონდ ძალიან ბევრი რამ შეთქმა უნდა არ ვეთანხმები კანონებს, იდიოტობების კასკადი გვაქვს კანონებში, მაგას რო გავყვე ხა ხვალ დილამდე აქ ვისხდებით, შეიძლება 1-2 დღეს. ძალიან ბევრი სისულელი კანონი გვაქვს და უაზრობა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ისა იშვიათი შემთხვევაა, რაშიც ვეთანხმები, იმიტომ რომ ყველა ძღოლიც და ქვეითიც დაცულია რა ამ შემთხვევაში რა თუ დავიცავთ ამას რა და ის საშინელება არ მოხდება ვაგზალზე თავზე შენ მანქანაზე რო გადადიან და რაღაც პრობლემა ხშირ შემთხვევაში იმაში არის და არაერთი მაგალითი გვაქვს ქვეყანაში მაგის იმიტომ რომ როგორც გითხარი ეგ ჯარიმა ისედაც არსებობს უბრალოდ იყო რაღაც 5 ლარი თუ 10 ლარი 10 ლარი ხო და არ წერენ ფაქტია რომ არ წერენ იმიტომ რომ აი ერთადერთი ადამიანი ვისაც ვიცი რომ დაუწერეს იქ ჩემსმა ნუ აი რა ვიცი ბედი არა აქვს ადამიანს ხო შენ ნუ ესეთ გენიალური კაცო შენს დააჯარიმებდი ხო მაგალითად საჯარიმებელი რაღაცნაირია ხო და მეორე კიდე ჩვენ ბავშვობაში რო იყო ის სამსახური რო შემოვიდა ნაგვის დაყრაზე რო უნდა იმას ეკ ნუ აი არაფერი რა რაღაც მანქანები გაუფერადეს სხვაფრად და არ მოდეცი და უკან სამი ოპელი დადიოდა ქალაქში 1-2 დღე და მერე დაიწყო ჩემ თვალწინ ტიპი ავიდა აი მაგის მანქანასთან ესე გააკეთა ნუ ჯერ იმის მე რომ ესე ნაგავსყრის და ძველი ბიჭია და უგზორდება მაგრამ ნუ იკაცა ხოაზე ხარ ნახე ვერაფერს ვერ მიშვებიანო და ნუ აი მათაც ვერაფერი ვერ უქნეს რა ქუჩაში რო ფსავენ ეხალხი არ მეოსება რა მე როგორ მიყვრ გიორგი არ შეაგინო მე ძალიან მიყვარს გიორგი ბიჭო პრეტენზია ვერ მაქვს მე როგორ მინდა ხოლმე რომ აი რომ მიდიხარ და რო გებს რა უნდა ქნა ანუ არა უნდა გუსურვები მართლა არის ქალაქში რაღაც შეიძლება დიდი მანძილი გაიარო და გააძრო, მაგრამ მათ ყოველთვის ვერ გააძრობ შანსი არის. ხო, არა, ბაზარი. ვიღაცას ბოლოს მითქევი და მიაფსავ სადღაც რა და ბიჭო, არის, ანუ თემა არის რომ მაგრამ თან შანსი არ გაქვს რა რომ რავი რა 1-2 დააგდე. ძალიან მარტივი გამოსავალი ამსტერდამში ვინც არის ნამყოფი და ზოგადად ჰოლანდიაში. იდეალური ადგილები აქვთ, სამკუთხედი და პროსტო მიეყუდები და ანუ წინიდან ვერ ხედავს ვერავი რა. დალშე ხო რა მიაფსო, ანუ პისუარებია რა ჩვეულებრივი რომელიც მარტო თავის თავზე რო იფიქრა, ხა მიხდი და ქალებზე რო არ იფიქრა არა, გიორგი, მათვისაც არის ძალიან ბევრი ადგილი. ძირითადად კაცები არიან, ვისაც უნდება ხოლმე ეგრე შევარდნა ხო შუა ქუჩაში. იმიტომ რომ ქალბატონები გაცილებით უფრო მოწესრიგებულები არიან ვიდრე კაცები. ვა, ვინ არის ეს ინტრიგა? ორივე მაგრამ არა, ტუალეტების ნაკლებობა არ არის იმაში რა ქვია ჰოლანდიაში. და დარწმუნებული ვარ ევროპაში დიდად ყველგან არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ბიჭო აი მე ძალიან მომერიდა თავი. ხო, ისე დღეშია რომ აი ვერ შეხვალს. ბიჭო მე იმის თემა ვერ დავამოყავ. მე ადრე რო იყო თუ გახსოვს აი ზოოპარკთან იდგა მაგალითად აქეთ იყო კიდე საბურთალოზე რამოდენიმე ფასიანი ლარიანი ისინი რო იყო. ერთი ორჯერ ნამყოფი ვარ მან შეგნი და ძალიან მოწესრიგებული, მოვლილი, აი კაი ის იყო რა ტუალეტები. ბიჭო არა, ლარიანსა დიდები რო იყო, აქედან რო ის იყო. ჩიპსების ჩამოსაყრელით რაღაცებიც ჰქონდა. ხო არა. გაჩერებებთან იდგა. აი ზოოპარკთან დგას თუ დააკვირდები, მე მგონი ჯიხური კიდე დგას. შეიძლება აიღეს, აღარ მახსოვს. ვერისბახში იდგა და ჩამტრეული შუშა და ჩიპსები წაღებული და ეს რაც იყო საერთოდ შიგნით რო ხო, მაგრამ შიგნით ვერ შეაღწიეს. შიგნით სულ შიგნით ეფეს ვერ მოიპარავდნენ მე. ხო და იმიტომ რომ ეს ლარიანს ვინც აგდებდა და რაღაც ფაციანი რო იყო თუ 2 ლარი ღირდა თუ რა ღირდა არ მახსოვს. 2 ლარი ეგ მე დამლაგებელს
დამლაგებელი ყავდა ამას და ის იღებდა მაგფულს როგორც ვიცი რა, მე მგონი თუ არ ვწდები რა, რაც დაგროვდებოდა და ნუ ეგეთ რაღაც უნდა მოახერხოთ რა, მოკლედ მაგას არ მოფიქრებადია, უშევაბო უნდა. დაждომა უნდა მოფიქრება და გამორიცხულია რომ ვერ მიაგნო გამოსავალს. ნუ მაგიდოდეს. აი ესეთი ხეები მაინც დარგეთ რავი ეს მერიას ფუღუროები რო კონდეს ამსტერდამში კი ის ფუღუროებიანი ხე მაგარი იქნება ძალიან. შესაყოფილი. ყოდალები გავამრავლოთ თბილისში რომ მიჩო თან ბუნებას ვფრთხილები. მიჩო ხეები ხო გამრავლდება უფრო ახლები რომ უნდა დაამატონ რა. ყველა ხესთან დავდოთ თვითონ დრელი შეჭება და თვითონ გააკეთოს ფუღურო ვისაც მოუნდება. ავის მასატკების სერლაი და პატარას რო იღებდა. ხო, დაუბრუნდით ფუღუროებიდან გამოვედით. მოკლედ ესეთი ის გვაქვს აგერ გვაქვს ამბავი უცნაური კანონები მსოფლიოში. ავსტრალიაში მეთქი ჩვენ უნდა გამოვიცნოთ. ტოპ 10 ყველაზე უცნაური კანონის. ბიჭო არა, ნუ ის არის რა ქვია, მაგას და განვიხილოთ რამდენი ლოგიკურია, არალოგიკური როგორც მინიმუმ. ავსტრალიაში, ვიქტორიაში ნატურის გამოცვლის უფლება აქვს მხოლოდ კვალიფიციურ ელექტრიკოს. ნატურის გამოცვლის. ესე მოხსნას და დამაგრებს. ხო, არ ვიცი, შეიძლება ლედ ნატურაა და ის უნდა იმას. ჩემით რომ გამოცვალო რომ გამსროკონ. ლაკის გამო რაზე ზეღა ნატურა შევცვალე. ой, სხვადასხვა ეგ უნდა ეწეროს რომ დარღვევის შემთხვევაში რა არის ნეტა. ეხლა ჩვენთან რომ მოიყვანო მე $10 $10-დან $40-მდე შენი ჯარი. ნატურა ვერ გამოგიწვლია? არა, ნუ ეს იგი შეიძლება. $10-დან $40-მდე ჯარი მე მაგაზე. $10-დან $40-მდე. მაგელექტრიკოსის სახე მინდა დავინახო. ეს მე რო ეს შემიცვალოთ რა. რა სახეს მიიღებთ რა ერთი კვირას ალაპარაკო ექნება. ეხლა თავის მაგას. ხო, მაგრამ სამაგიეროდ წარმოიდგინე რამდენი გასაგებულები არიან ტიპები, ვინც ნატურის გამოცვლა ის. არა, თუ ნუ მე ამას გულისხმობ. არაერთად არ არის სწორი. ბიჭო, ხა თუ არა. აი ნატურის გამოცვლას რა უნდა შეჩემო რა. არა, ეგრე რა უნდა ყველაფერს, მაგრამ არა, ვისთვის როგორ გიყვარს? ჩემთვის ხო რა თქმა უნდა. ვიღაცისთვის თოლი. შენ რა იცი ის? შეიძლება იცი რა არის პრობლემა? ძალიან მაგ ქალაქში ძალიან მაღალჭერიანი შენობებია. და უბრალოდ რაღაც ისჭირდება რა, კიდე. რატო აპრავებს ავსტრალიის მას? ნატურის გამოცვლას ვაპრავებ, რომ ის უჭირდება რა. სანტექნიკი რა შუაშია და. ელექტრიკი რა. ელექტრიკებს სამსახურს უჩითავ. აკაც. ბიჭო, არა, ზოგადად ხო, რაღაც თუ არ იცი არ უნდა შეეხო იმ რაღაც ნატურის გამოცვლას. აი და მარტო ნატურა არ არის და კი არ ინთება, მაგრამ არ არის დამწვარი და დენი გადააქვს ცუდად. რაში? ნატურაში. დენი როგორ დაკონდეს ნატურაში ნატურა აინთებოდა. ანუ შერეს ნახე შეიძლება რომ ზემოთ და მეზობლიდან წყალი ჩამოდიოდეს, ნატურა იყოს სველი. აუ, როგორც ამიგონებ უკვე. როგორც კანონი ეგ ხო რა. შემიძლია ნატურა გამოვცვალო, მაგრამ არ მინდა. გამოვიძახებ ტიპს, გამოვაცვლებინებ, მაგრამ რომ იგზალავ ეხლა ჩემით გამოცვლას რა პონტია ძმო. მილანი მოითხოვს რომ მოქალაქეები ყოველთვის უნდა გაიღიმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერიმდები რა. კორეაში ხორგეშლება. არა, მილანში, კორეაში არის კი მან თქვა რა ქვია. სოსომ თქვა რაღაცა ეგეთი იბას რა. არა, გაუღიმონ ხო, ანუ იქ პოლიციები რო ჩადიან, თვითონ ბედნიერები ვართ, რომ უნდა მოვაჩვენოთ თავი. მილანში ამბო? ხო, რა ვიცი. რაღაცა შეცდომა იქნება. ან თუ არ გაუღიმე ვინმეს დაგაჭანებებენ? გაუღიმე არა, ქუჩაში რომ მოძრავ ისე შეიძლება ცოტა ესე რა. სტრანის სახიდან თუ გეტირება ან რაღაც, არ უნდა გახვიდე რა. ანუ ეს ადგილობრივი ხდება მარტო თუ ყველაზეა. ალბათ ადგილობრივი ტურისტი თუ ხარ ჩასული და რო დაღრმელი რომ მიდიხარ და პასპორტს რო ამოწმებს საიდან. რაუბედურება, ანუ ყველაზე დებილი კანონია თუ მართლა არსებობს. შეჩემო, მაგით უკვე უცნაური კანონები. არა, ხო და ანუ პოლიციელი ახლა მივდივარ ქუჩაში და დავფიქრდი რაღაც. მე ეჭვება იტალიაში ეგეთი რაღაცა რა. მე და პოლიციელი მე კიდე მილანზე გაგონილი მაქვს რომ ძალიან მომღიმარი და კეთი აი ძალიან ისეთი ის არის რა ქალაქი რა მართლა სულ ყველა გაღიმებული და ისედაც ის და მე ეჭვება რომ მართლა ეგეთები იყვნენ და კანონი მუშაობს ალბათ. აი იდეალური კანონი არის შემდეგი ძმაო. ფლორიდაში ხუთშაბათ საღამოს 6 საათის შემდეგ აკრძალულია გაზების გაშვება საზოგადოებრივი ადგილას, ანუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. ანუ 6-მდე რა ბაზარია რა. რა ლოგიკით არის აი 5-ის მერე? თუ 6-ის მერე ალბათ არის რომ აი საღამოს იკრიბება ხალხი განსაკუთრებით მან ეგეთ ადგილებში. ამ საზოგადოებრივი თავშეყრის. ალბათ ხო, აი ალბათ ეგრე მგონია რა. ანუ მანამდე სამსახურში მოსულა. სამსახურში. არა, ხო. ჩაგირია თუ გინდა სამსახურში. დილი დობიო, ჭამე გადი 6-მდე პროსტა მოილია.
გენიალ რა ეს მაგის გამო რომ გაჯარიმებენ რა ცუდია. არა, ჩემი არ გადაცდენილა. ნახევარს გიწენენ ჯარიმას აი ზუსტად მიჯნაზე რომ ინგლისში პარლამენტის სახლებში სიკვდილი აკრძალულია ეს რას ნიშნავს ვერ გავიგე. პარლამენტის სასახლესთან ალბათ, ხო? ნუ სახლებში წერია და რა ვიცი. ან პარლამენტარების სახლებში. ხო, თუ სიკვდილი პარლამენტარს თუ სიკვდილი უნდა? ან ოჯახის წევრს, ხო. თუ შეიძლება გაბრძანდით? ბიჭო, ეგეთი კიდე რაღაცა მაგ გაგონილი რა, აი ისეთი რაღაცა რო გიკრძალება სადღაც რაც ანუ შენზე არ არის დამოკიდებული მოკვდები თუ არა მე ან რას გიზავენ მომენტმა რა. რაღაცა ეგეთი მაქვს. შემდეგი არის შედევრი. ოკლაჰომაში კანონის საწინააღმდეგოა საღამოს 7 საათის შემდეგ მძინარე ვირის აფასანაში ყოლა. ახლებობა. რაღაც გაუგებრობა იქნება. ბიჭო, ანუ ეს რაღაც თუ აიგზალა რომ ანუ თემა არის რომ ვიღაცამ გააკეთა, ხო, ეგ და რაღაცა მძინარე შედეგები მოყვა. მძინარე ვირის აფასანაში ყოფნა. ყოლა, ხო. საათის თუ როგორ არის? 7 საათის შემდეგ. 7 საათი. 7-მდე. ეხლა ვაფასებ კანონებს მაგრამ 7-მდე შეგიძლია რომ მძინარე ვირი შეიყვარო. 7-ის მერე არ შეიძლება. ისმა, ისო ბარბადოსში არის აკრძალული ისო რა ქვია ნიღბით სიარული, მაგრამ ნებისმიერ ნიღბიდან რაღაცა რა და უცნაურ კანონებში ეგეც წერია. ანუ შეიძლება ჩვენამდე ჯერ არ მოსულა პროსტა თორე წესი დაეწეროს საქართველოში წეროთ ცუდად რო იყო კიდიათ რა იყო ნიღაბი გიკეტია ჯარიმა. ეს კანონი არ ამგონია იყოს რაღაცა ის არის სიმსუქნე აკრძალულია ქვეყანაში რომელმაც სუმო და ჭიდაობა მოგვიტანაო. გასწრებს სუმო და სუმო სხვა მოგვიტანა და ჭიდაობა სხვა მოგვიტანა და ანუ რომელ ქვეყანაში არის აკრძალული. სუმო და ჯერ მაგიდან დავიწყოთ საუბარი და რატომ მოგიტანა სხვა? ანუ შენ იმას ამბობ რომ საბერძნეთის ის არის? ჭიდაობა საბერძნეთია სუმო იაპონია ეხლა რა სუმო და ჭიდაობა შეიძლება ძიუდო უნდა ეწეროს მანდ. შეიძლება, მაგრამ ძიუდოც არ არის საბერძნეთში. არა, პროსტა ძიუდო. სიმსუქნე აკრძალული? ხო. მაგ ქვეყანაში საერთოდ. ხო და აკრძალული არ არსებობს სიმსუქნე, მე მგონი არც ქვეყანაში. შეჩება სხვაგან ცხოვრობ თქვენ. ის ქალი რო გამოვიდა პარლამენტარი რო იყო და ტკბილეულის ჭამა უნდა აუკრძალო შეშემოსა შორს ხوار ხართ. აქაც იყო ეგეთი რაღაცები, ბეწვზე ვართ გადარჩენილები ჩვენც. ტკბილეულის ხო, აი ვირა ერქვა, არ მახსოვს ის ქალი რო იყო რაღაცა. არა, აუ გაგიჯო ერთი აქ არსებობს. არა, ეგ ქალი რო გამოვიდა და მაგის აკრძალვა მომიდაო, თვითონ გასიებული იყო შეჩემა და თვითონ უნდა დიეტაზე ყოფნა და ეხლა მოდი. ბიჭო, მთელი ის იყო სიუჟეტი ქონდათ მაგაზე გადაღებული და რაღაცა რომ აბა და ამ ქალს ხონდა მაგარი კანონ პროექტები რა იტოში მაგენ ტკბილეულის ჭამის გარდა კიდე ქონდა რაღაცა კი აქ ის რო არის და გიჟი რო არის კაცო რა ქვია გიჟი ეძახე შეჩემა და გიჟი და იმაზე რა ქვია საღამოს 10-ის მერე 10 საათის შემდეგ ტუალეტის ჩარეცხვა ბიჭო ეს რაღაც ის არის ყვითელი პრესაა შეჩემა და სკაპრებია საღამოს 10 საათის შემდეგ ტუალეტის ჩარეცხვა შვეიცარიაში აკრძალულია ყავს ანუ ვარ და შემდეგ გავარკვე დარეკე მიდი მაგათან არა მაგათან ჯერ ადრე იქნება ჩვენთან გვიანი 10 საათზე მანახეთკო ვიდეო ჩავიგდე რომ 10 საათის მერე ნაღდად რეცხავ თქო 10 საათის მერე ჩავარჩა ანუ ეს ისულელეა ეხა ჩემი აზრით რა თქმა უნდა მეგობრებო გთხოვთ კომენტარებში დაგვიწერეთ ვინმე მსგავსი კანონი თუ გაგიგიათ სადმე და თუ ყოფილხარ შვეიცარიაში და 10-ის მერე ჩაგირეციეთ რამდენია ჯარიმა მაგაზე ჩიკაგოში კანონის წინააღმდეგ, ანუ კანონის საწინააღმდეგოა ჭამა იმ ადგილას, სადაც ხანძარია. ეს სწორია. ეს ძალიან მისაღები. ლოგიკური. მეხანძრებს რო ელოდები სახში, ცეცხლი გიქდია და შენ. სად ხანძარია, შენ შამპურებით რო გამიხარ. რო ელოდები რო. უეჭველი აქტიკის გამო აი კანონი მიღებული, რომ რაღაც ხალხს რო ელოდები. მეზობელი იწოდა და ეს ბიჭო, ძალიან გენიალური. ბიჭო, ეგ ხო უეჭველი ისგან მოდის, რომ ვიღაცა მართლა დააშავა რაღაც ეგეთი რა. მე არა ხო და ვფიქრობ ეხლა აი მაგაზე დავფიქრდი რომ ან შეიძლება ანუ იგულისხმება გარეთ აი ვიღაც შეიძლება იწვის ახლა ეს რო გახარ პოპკორნის ეგეც იგულისხმება არ გამოვრიცხავ ხანძრის დროს ხო ხანძრი ხო ჭამა იმ ადგილზე სადაც ხანძარი ხო ალბათ ეგ რესტორანი იწოდა და ვიღაცა საჭმელად შევარდა მაგ დროს და მე კანონი მიიღეს რომ აღარ შესულიყო იქ
და ბოლო უცნაური კანონი დღეისათვის ბენზინის ამოწურვა, ანუ ალბათ ეს იგულისხმება. არა. ნახეთ, დაამთავრე და ხონერეთ იქნება. უკანონოა გერმანიის ავტობანი. დასრულება ალბათ. ოკეი, ხო, უკანონოა უწრუპოაზე რო ფიქრობ, ეგ ვიცი, ეგ სიმართლეა. ეგ არ არის. თან ძალიან ბევრი ბენზინის გასამართსადგური არის. და არა მარტო გერმანიაში შენ წარმოიდგინე როგორც ვიცი. და მსგავსი შემთხვევა მოვიდა მეგობარს და პატრულმა დაუზარა ჯარიმა, ეგეც ვიცი რომ ჩვენ გმირთა მოედანზე რომ მივიღოთ ეგეთი ის არ შეიძლება. ხაროსნულ ავტობანზე მანდ არის პრობლემა რომ თან გაჩერების უფლებაც არ გაქვს, ანუ ის გასაჩერებელი ადგილები არ არის ბევრი რა. ნუ რაღაც შახვევად რაღაც. ლიმიტი არის ხო ის ანუ? არა, ხო, სიჩქარის შეზღუდვა არ აქვს. და შენ ახლა შუაგზაში ბენზინი და გიმთავრდა ახლა. ხაში მათ მინიმალური ზღვარები არის რაღაც 60-ის ქვემოთ არ შეიძლება თუ რა 80-ის ქვემოთ. ხო, რაღაცა ეგრამიგია რა, მინიმალური. მაგრამ ფეხებზე კიდიათ. ჩვენთან არ არის ჩვენთან. როგორ არა ის გეუნება რომ აქედან აქამდე უნდა იარო. ბრავო როდის აიღეშა. დიდი ხნის. ახალია. მაშინაც უნდა დავფიქროთ. არა, რო წერი ეგ 100 ის გულისხმობს რომ 90 ქვევიც არ შეიძლება სიარული რა. არა, ეგ მაგას არ გულისხმობს. პირველ წელში ძალიან ბევრი არ ხობს მაშინ. აბა რა შვებიან? და ანუ არ შეიძლება, ხო, ბანზე მაგას ვამბობ თორე. არ გაჯარიმებენ. არ გაჯარიმებენ, თორე რეალურად აი გზაზე გადასulis მომენტში რა. კანონი არის რეალურად, მაგრამ არ ჯარიმდები მაგაზე რა. ეს რატოა? თან მე რატომ მიშვერციც? არ ვიცი რატო გიშვერს შენ თიც, მაგრამ თალიე ეს. ჩვენ გვაქვს ერთი ეს რა ქვია. კაი, ხო. მეტი. ამის მიხედვით. თანახმა ხარ? რა, ვისაც მოვა? დავაი. მეტი ხა. შენ. არ გაატრა. მერტი გამოიძახა. ვინც მოშენთან უნდა. არა შენია. აი ნახე. სოჩი. რატო არ ჩერდება შენ მხარეს უკაცრავად აისა? რა ჯადო. არა, იქით მაინტერესებს. ორივე დაგისწავლეთ. არის წვალეთ. დაფუჭებულია ძმა. აიცა? თვითონ დააყენა მე ბრო. მიდი. აი ხო, ეგ მინდოდა შენგან სალგაზობი. თან მაგრამ მიდიხართ მართლა. გენაცვლე. საოცარი ტემპია, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანები ხართ, ხალხს ძალიან უყვარხართ და შესაბამისად ძალიან მეგობრული და ოჯახური გარემო აქვს. მეც ჩემ თავზე ვიგზენი და ხალხიც ხედავს ამას. ამიტომ ეგეთ დროს წარმოუდგენელია წარმატება არ იყოს რა და ბევრი წარმატება ეს ჩემი კერიმეშენ ეს სტუმრობა იყოს ახალი ბუშტის მოისა მოსვლელი და გენაცვლე. წინა 1000-ისკენ ყველაფერი წინ არის. მე ვასასწრაფო. მადლობა ძალიან დიდი, მადლობა რომ გესტუმრე, მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხარ. ჯერ არ სადაროაპირებ წასვლას ამდო. გენაცვლე ჩემი თავი და ასევე ძმაო თქვენს არხზე ძმაო წარმატებები თქვენს საქმეებში, თქვენს ბიზნესებში, ამბებში, გაგებაში, ყველაფერში თუ რამესთვის ხელი გაქვთ მოკიდებული ახლა და რამეში იმაშვები ჩრომობ და რაღაც საკეთებთ რა, მოკლედ ყველაფერში, ყველა საკითხში. თქვენთან ერთად კიდე ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენ მაყურებელს გავუმარჯოს. და ყველაფერში წარმატება, მშვიდობა, ყველას და ყველაფერი იქნება ვასზე დაიცა ყველაფერი იქნება ვასუალურად. ვახსანიშნავი. ვახსანიშნავად. ყველაფერი იქნება ვახსანიშნავად. აბა, გაგვიმარჯოს. ვასას როგორი ბავშვობა გქონდა? ყველა საინტერესო რუბრიკა ალბათ ჩვენ გადაცემაში. დიდარი იყო თუ ღარიბი? დრითი გამოლინდება. 8 კითხვა და 8 კითხვა? 4-ზე მეტი თუ დადებითი იყო, ანუ შენ შეიძლება. კი ბატონო. მე და ცოტნე შეგახსენებთ რომ 8-დან 0 იყო. 8-დან 0. ამ ხოლო ჯერჯერობით ორი სტუმარი ყავდა, ვინც გადალახა ეს 4 ნიშნი არის ზღვარი. არა, იმათო მაგრე გადალახეს. ო, ჯერ ანუ რომელ წლიანი ხარ მაკედანაც მარტივად შეიძლება გამოვიდა. სხვადასხვა ერთისგან უფრო ველოდებოდი რომ მაგრამ მაინც არ გამოდა. ბავშვობაში საკუთარ საძინებელი თუ გქონდა? კი. ო, როგორ დაიწყო ნახე როგორ დაიწყო. მილიონერი როგორ იქნება? ვასლიონერი როგორ იქნება? ვასლარიანელი. ვასლარიონერი.
სახლში ერთი საფერფერშო გქონდა თუ მეტი? ერთი. ისიც. ისიც ჩემს საძინებელში. თავი უნდა შეეცოდებინა ახლა. შენ სახლს დასრულებული სხვენიან სარდაფი თუ გქონდა? რაღაც. არანაირი მსგავსი არაფერი. არაფერი. და ის სანამ გავაგზავნე, საცხოვრობდი ისე. საბურთალოს. ტაშკენტის ქუჩას. კოსმოსში რა? კოსმოსში. აცუგი რა მოვიჩამდა. ვერა რა. ჯარში ხوار ყოფილიყარ ვასმოი პოლკში. ჩარი არ გამომდი. მშობლებს სამუშაო კაბინეტი ან ოფისი თუ გქონდათ? სახლში? არ გქონდათ. სკოლაში ფულს თუ გადამდნენ? 5 ლარი იყო მაქსიმუმი ალბათ. ტახამ თქვა წინაზე რომ 5 ლარს მატანდენი ხოლმე გიორგობას და არა 2 ლარადაც წავსულა რა. 2 ლარად ანუ ეს სისტემატიური სახე ქონდა ყოველდღიური 2 ლარს. ბებია ჩემი ყოველთვის მაინც რაღაცა პენსია ისე და მატანდა ხოლმე. წილში იჯექი ხო? ჩალიჩობდა სულ. ბევრია, ჩემი აზრით ბევრია. 15-იანია, არა, ბევრია ზმა. 2 ლარი რას ლაპარაკობს? გარაჟი ან საპარკინგი ადგილი თუ გქონდათ? გარაჟი გქონდა სხვათა შორის. ვა. მანქანა? მანქანას და დადიოდა. რაღაცა ისეთი, ანუ რაღაცა ძველი ისეთი, ანუ რა 0 შესტი თუ რა. ვასემი. 0 ვასემი. რაიმე სახის гаджеტი ან მობილური თუ გქონდა? როდის ბავშვობაში? აი რა საკ. მოდი ჩავთვალოთ რომ იყოს შენ როდის 14 წლამდე. არა. 15? PlayStation-ი 1 გქონდა, სხვათა შორის პირველს ერთ-ერთ უბანში რა. მაგრამ როდის იყო ეგ ასაკი არ მომე, რო გამოვიდა მაგ პერიოდში რაღაც ლიმი თუ ის? რა უთქუხედი რა არ ვიცი. არა, ხო სლიმი იყო, ძალიან პატარა რო იყო და დიდი რო იყო ეგ. ჩემთან მიკრებებოდი სულ აი მაგ პერიოდში. არ ვიცი, ხა იქ ცოტა მერე იყო რა, კი. ცოტა მერე იყო, მე 15-ის კომისია გადაწყვეტს ხა შენ თუ შეიძლება ნუ არ ვიცი. ზაფხულობით დასასვენებლად თუ დადიოდი ხოლმე ყოველწლიურად რამე კურორტაზე დასასვენებლად ანუ რა. სოფელში ჩემთან. ხო, ნუ ეგ კურორტში არის თუ. კურორტაზე? სად არის სოფელი? საჩხერეში. გურიაში ორივე. საჩხერი და გურია. კი. გურია კურორტია მომენტი. აი, რო ავიღოთ? სოფელი. ბათუმში ცხოვრობდი ჩემი ნაცნობები სხვათა შორის და ხანდახან იქაც ჩავდიოდი რა. მაგათაც სახში. ხანდახან მე თბილისს მაჩვენებდნენ ხოლმე. ანუ ყოველ წელს წელი ჩამიგდია, მაგას თუ მოგითხებით. შენ როგორ თვლი ისე დიდრული ბავშვობა გქონდა თუ არა ჩვეულებრივი? სტანდარტული როგორც ბიჭო და ის თავისთავად დამჭა ნალაპარაკები რომ რაღაც ეგეთი იყო. საჩხერე თუ გურია? ბიჭო რა ვიცი გააჩნია რა, საჩხერეში უფრო ხშირად დავდიოდი. ნუ ნათესავებიც იქით უფრო და გურიაში ხო და გურია ძალიან მიყვარს საოცარი ბუნებაა რა აი საოცარი და მე ზიანეულში მაქვს სოფელი არის ხალხი ძალიან აი მოტეხილში ხალხი არის საყვარლესი აი არ ვიცი ჩასახუტებელი ხალხია ძალიან აი თვითონ რო გონიათ რომ არც არაფერს არ ამბობენ მაგრამ ყოველ სიტყვაში რო გადააღობენ აი გარი კი რა ვიცი მაგრამ მე სამჩემ და სამწუხაროდ ერთ გურულთან ზმაკაცობ და იმას იუმორი არ აქვს რატო ჩვენი ნიკუშა ჩვენი მემონტაჟე ნიკუშ ხო და ისე ამ წარმოშობით გურიდან ვარ მაგრამ საჩხერეში ბებია ჩემი და ნუ ეგ ხარ რა ნო საჩხერეც კაია საჩხერე ძალიან კაია არა ძალიან ბიჭო ხო საჩხერე ძალიან კაია მე იმერელი ვარ იმერეთში გავიწარ მე ძალიან მიყვარს სასწაული ხალხია რა ძალიან მაგრა ასწავლებს სუსუფრა იყო ჩვენთან ეზოში ძალიან დიდი ეზო და მთელი სამეზობლო და ეს ახლა დიდრებში გადადის ნელ-ნელა დიდი ეზო ხონდა სუსუფრა ეხა სად იყო ჩვენ დროს ეგეთი რა აწელი გამოწელე მეზობლის ხანაში გადავარდებოდი სიმენს მოვიპარავდი და სუფრა იყო მერე აუ რა კაი რაღაცა გამახსენდა ეხლა და როგორ დამწყდა გული რომ წავიდა ეგ დრო და ძალიან ხრება გული ვიდეო გადავიღოთ შენ ყავს ვინმე ვიდეო იქე გადაღებული საჩხერეში ჩემს ეზოში სხვათა შორის კიტრების შეჯიბრი ნუ მე კიტრს ეძებს ჩელენჯი მახსოვს ადრე გადაღებული რაღაც იაგერს რო სვამდით თუ რაღაცა ზომოთ აუ შევი რამდენი დალი ეს ბიჭო 50 ჭიქა დალი გუგამ და კაკო ხო სახე 50 ჭიქა შოთი იაგერი ხო კაკო მოიგო მართლა? და ბოლოს დალია 9 ლიტრი
თუ რაღაც ანუ ხო, კაკო ეგეთი მაგარია? ბიჭო, მაგ დღეს რა მოვიდა? ამ ხალხს არ ვიცი არა. ჩვენო სინგიში ეგ რაც ხნეს არა. ჩვენ გადავიღეთ ბარებში, არ ვიცი, მოასწარი თუ არა, სანამ YouTube-მა წაშალა მაგის ნახვა. რომელი? ბარებში დავდიოდით და ბოლო შეკვეთა რაც იყო, იმას სვავდით. მე ცოტნე და კალა ვიყავით ვიდეოში. 14-15 ბარი მოვიარეთ მე მგონი. ბოლო შეკვეთა რაც იყო, სულ ერთი იყო, იმას სვავდით რა. ერთ დღეში გადაიღეთ ეგ? კი, ერთ საღამოს რა. რო დავიწყეთ, რაღაცა იქ. სადღაც ფლუგენგენ ხოლენი დავიწყეთ. სადღაც ჭაჭების და ფამშები მოგვიწია. გადის ბარში ისეთები უქნეს ცოტნეს რო. აუ რეები უქნეს ცოტნეს და რეები დალია და ბიჭო ხო წარმოიდგინე მოურჩით ამ გადაღებას რა ეს 15 ბარში 14-16 არის რამდენში ვიყავით რა ყველაფერს რო უყურებთანი ხანის და ხანის და რაღაცა ის და ბიჭო დავემშვიდობეთ ხალხს გადაღება მორჩა რაღაცა და ცოტნე წავედი მე ბარშიო სადაც ხო წავიდა დასალევად და მე ასენს ახს დავაწეკი ეგრევე და კალა ეგრევე წავედი დასაზინებლად რაღაც და მე ვარ შოკით იქ ხალხს ბარში ხო წავიდა იქიდან კიდე წავიდა სხვაგან კიდე დასალევად გულიმიტოთ ხო? ბიჭო არა სანამ შემდეგი ის მოდის ფხიზლდება რა ბარიდან ბარამდე უკვე გამოდის ხოლმე მდგომარეობიდან და იქ რო ჩავედით რატის ბარში მან ძალიან დავთვერი რა უცებ რა ანუ ეს რო ჩავარტყი ისინი თან აფსენი დამალებია მაგრამ ხო ეგ მაგრად რო ერთი შოთი მერე კიდე ის სამი რაღაცა რა და მანამდე თან რიგარეში დავლიე ნეგრონი ვაფშე არ მეკუთვნოდა და ისე დავლიე ვიდეოში არ ვიცი ჩასვლა ხო ანუ იმ თემაში რო ცოტნე არ თრებაო და ბიჭო არ მომიწია მართლა დალევა დიდად რა და მეთქი ჩავარტყამთ ხო რა გამისწორდება თავიდან მივსვი ხო და მე მაგრა საკაიფო დავთვერი რა და უკვე რო მოურჩით მოვიარეთ ყველა ბარი და დაუჯექით მე სანამ დასრულო იმას ჩავწერდით რა ქვია დამშვიდობებას რაღაცა ერთი გავიდა რა ნახევარი საათი ალბათ და ბიჭო გამოფხიზდი რა ანუ ეგ ჭირს დებილობა რომ უცებ ხიზდები უცებ შემილია რომ ის ბიჭო ქროსონ თავში რო ურტყავენ რაღაცებს ხო ის მაგის გამო დაიბლოკა ვიდეო ალბათ რა ვაფშე რომ ხო ორი ჯუარი და თავადობა რაღაცებს მაგის ბრალი იყო მაგდა შეგეძლოთ მიგეწიათ და ამოვჭერთ მაგ მომენტს თქვა რაღაცები გადაღებაზე ყველა დაგთანხმდათ მარტივად ბარები მხოლოდ ერთ ბარში არ შეგვიშვეს დედაინაში ბალში ყველგან ვაფშე სადაც ვიყავით დაჟე აბა გეპატიჟებით და ვაიმე რა კარგია რომ ხედე დედაინაში რომ მივედით დაცვამ ისო კამერა და ვიკითხავთო რა და ვიღაცა გოგომ გამოიხედა და ნუ აუხსენით რომ ესე ვიდეოს ვიღებთ რომ მეორაში მაწყობს არ მინდაო და შებრუნდა ნუ აი მეთქი ეხა ბოლოს ხონდა სხვათა შორის ორჯერ ზედიზედ ვიდეოზე რომ უარი გითხეს უფასოდ შევდიოდით ვიხდიდით და გადაღებაზე რა რესტორანში თან გამიკვირდა. მაგამდე არ გქონია არასდროს ეგ. ძალიან კარგი პოზიცია კომპანიებო, აბა თქვენ იცით, მაგას მიაწეკით და მაგრა გაგიმართლებთ ძალიან, აი გავარდება თქვენი ბიზნესი, სახეს გაიხევს რა. მე რაღაცა თქო, მაგრამ ჩემი აზრით, არ ვიცი, შეიძლება. ჩემი აზრით ეგ კომანდა ვინც აი ეს ძალიან უაზრო უარს ეუბნება იუთუბერებს გვერდში დგომაში და დახმარებაში. ანუ ის კი არა, იმაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, ჩვენც რამდენჯერაც მივსულართ ვიღაცასთან, რომ მაგათან გვინდა გადაღება არც ფული არ მოგვითხოვია, არაფერი. მოვალთ, უბრალოდ გადავიღებთ რა, თქვენ სივრცეს გამოვიყენებთ და რაღაცა. ანუ, ვინც მაგაზეც კი უარს ეუბნება, იმათ სახელები უნდა იცოდეს ხალხმა, რომ აი ფეხებზე არ მაქვს პრობლემა თქმის რა. უბრალოდ შეიძლება ანუ რაღაცა სხვა სეგმენტზე აქვთ გათვლა, მესმის რომ რაღაცა არის. ამდენიმე ბიზნესი. გასტრონომი იყო ერთი კვების ობიექტი, სადაც სტეიკებს იმაშვებოდით, აქვია ვადარებდით და ბოლოს ბაღდოშულთან წავედით გასტრონომში ნაყიდის ხორცი იქ შევწვით. და ეგ გადავიღეთ და ურამა მიცის მაინც ახლა YouTube-ის და ეხლა გადავიღეთ მეორე ვიდეო სხვათა შორის ეხლა უნდა დაიდოს მაგ ვიდეოში არ შეგვიშვეს ვადარებდით სამ სხვადასხვა ქვეყანაში მივდიოდით და საუკეთესო რესტორნების შედარება გვინდოდა წარმოიდგინე სამ ან რაღაც ფილიპინებში მოგვიწია ისრის მიხედვით რაღაცა სამ ნუსრეთში და აქ გვინდოდა რომ როგორც საუკეთესო რესტორანი ისე გვეჩვენებინა ძალიან მაღალი დონის რესტორანია მე თან დავდიოდი ხშირად ერთ პერიოდში მომწონდა ხო გითხრეს რომ არა და ნუ არაო რა ან თან გამიკვირდა. აი, არ ვიცი, მაგათ მარკეტინგის რა წარმოდგენა აქვს და როგორ წარმოდგენა აქვს, მაგრამ საქართველოს საუკეთესო რესტორნად გინდა აჩვენო, ფულ თანხას ვიხდით, შევდივართ ჩემთვის კუთხეში დავждებით თქო უთხარი, ანუ არავის არ შევაწუხებ თქო, ერთი საათი უბრალოდ გადაღების უფლება და ნუ არ გითხეს. ეს თანხას იხდიდი? ჩვენ ვუთხავ ანუ არ მინდა ეხლა რაღაცა ანუ არ მინდა რა მირჩევნე 200 ლარი გადაგიხარ. ძალიან მაგარი რეკლამაა, კი, აი
YouTube-ე ყველაზე დიდი YouTube არხი ვინც არის საქართველოში უარი უნდა უთხრათ მაგათ რომ არ გადავა ძალიან მაგარი რეკლამა აი ყველაზე მაგრად ვაჩენდით ვასარო გამოახონოს თქვენზე ილაპარაკებს ხოლმე ძალიან მაგარი ადგილიაო ხო ახლა ის უკვე ყანაში ალბათ როგორი სიამოვნებით არა რა სამბობია ბარტერი კი არა შეიძლება აქეთ შემოეთებაზებიეთ რომ ამას კიდე მოგცემთ ზემოთ ზოგადად ვიღაცა შეგვიკვეთოს მიმტანს გადავთ უფასო არ არის რა ეგ სერვისი რა ორი დღეს უკან ვიყავით იმაში დედაენის ლუდის ფესტივალი რო არის ჩასრულები რაღაცა იმის წინს რაღაცა და ცოტნესთან რომ მივედი პირველ დღეს რომ ნახე ორივე დღე შაბათ-კვირას ვიყავით რა პირველ დღეს რომ ნახე აი იქ ვიყავიო ბიჭო და არც ერთხელ არ გადამახტევინე ესო მეთქი აი იქ არ მივალ მეთქი რა მოდი ბავარიაც იყო ლუდის ფესტივალზე აქეთ მოვტრიალდი და აქ მივედი და ის რა ქვია ნუ უნდა გადავიხადო ტელეფონი და უნდა მივშო არა გადახტილიაო მეთქი არ გადამიხდია მეთქი არა გადახტილია დაპატიჟებული ხარ და ყველგან სადაც მეორე დღესაც იგივე პონტი იყო ანუ ვისხედით მაგიდასთან და ხან იქით ბარიდან მოქონდათ ლუდები ხან იქით ბარიდან და ეს სისტემაც არის იყო რომ რაღაცა არავის არაფერი რა გადაღეს პროსტა ხდება ჩვენ შემთხვევაში. ნუ აი ვერ გაიგებ რა. აქვე გავუმარჯოს ჩვენს წარმდგენს ლუდისას, გავუმარჯოს ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას. ბიჭო. და გავუმარჯოს ყველა იმ კომპანიას, რომელიც გვერდში უდგას იუთუბერებს, ეხმარებიან, აკეთებინებენ იმ საქმეს, რისი გაკეთებაც უნდა. თან ელემენტარული არის საჭირო ხშირ შემთხვევაში, რომ უბრალოდ ხელი შეუწყოთ რაღაცა ვიდეოს გადაღებაში და ესე შემდეგ. ვინც ახლა უშუალოდ წარმდგენია ან სპონსორია არღზე, მან სულ სხვა საუბარი მიდის ეგეთ ხალხზე და ვისაც გთხოვენ ხოლმე რომ უბრალოდ აი მოვალთ თქვენთან რაღაც გადავიღებთ რაღაცაში დაგვეხმარეთ, ანუ არაფერი არ მიდის კომპანიის და თქვენ ალბათ სამწუხაროდ ვერ ხვდებით, მაგრამ ძალიან დიდ პლატფორმას კარგავთ, სადაც თქვენი რეკლამა შეიძლება აი უბრალოდ მოხდეს არაფრის გამო რა და ანდრე თქვიან დარწმუნებული ვარ, ინანებთ თუ არა გული დაგწდებათ იმაზე, რომ გვერდში არ დაუდექით ესეთ არაჩვეულებრივ ოქრო ადამიანებს. ჩემი აზრით, სულ ეს იყო ყველმშვენიერის დღე გავატარეთ, ჩვენიერი პოდკასტში გამოგვივიდა, მადლობა ძალიან. მე მიხარია რომ გვესტუმრე. ო, სხვათა შორის ჭამიანა ჭამეზეც მინდა შენი მოწვევა, როგორ მარა დიეტას როდის ამთავრებ, ეგ მაინტერესებს. მითხარია ის ზუსტად რამდენი ჭამა მომიწევს და მაგის მიხედვით კეთდა. სხვათა შორის ძალიან ბევრი ჭამა არ გიწევს, როგორც ეგეთი რაოდენობის, მაგრამ იქ სიჩქარეზე უფრო არის შემთხვევაში რა, ხო. და მოკლედ, კაი, დაამთავრე დიეტა და მე ვისაუბროთ მაგაზე. მეგობრებო, თქვენ კიდე მინდა გითხრათ, რომ უღრმესი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ, როგორც გითხარით, იაქტიურეთ კომენტარებში, იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა ლუდისას, მადლობა ბავარიას, მადლობა გიორგი გუნდიშვილს, მადლობა ლალისლიმს, მადლობა ვასას, მადლობა ცოტნეს. მადლობა მე და სულ ეს იყო. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.